ამიტომ ჭირდება განახლება ჩვენ ცნობიერებას და განახლებაც სწორედ ეს არის, რატო არის რომ ყოველ კვირას საკვირაო სკოლებში დაადიან ვისაც ეს უნდა. მე მარტო კვირა კი არა, ყოველდღიურად. მე რაღაცა ფრაგმენტი აიღე, კიდე ერთხელ გავიაზრეთ ამაზე. საუბრის პროცესში ატრიალებ ამ თემას. სულ იქ გახსოვს. ესე იგი, ჯინაგანი კაცი ითხოვს ამ საკვებს. რატო უნდა ამას კაცს? იმასაც უნდა გააზრდა. თუ ის შეჩერდა, სატანასაც ეგ უნდა შეაჩეროს, მოკლას. იცის მან რომ ამ აღორძინებული გადარჩენილით ღმერთთან იქნები და მკვდარი კიდე ჩემთან იქნები. სატანა რაც ცდილობს, ხალხი წაიყვანოს თავისთან. ეს ბრძოლა არ მედის. იესო კიდე თავისთან უნდა ხალხი. ერთი ძალადობას ახორციელებს, მეორე არა. მეორე გტოვებს შენი ნება. გინდა იმასთან წადი, გინდა ჩემთან წამოდი. სატანა ძალად გვეტენება. ეს გვეტენება. იესო არა. იესოს უყვარ, სატანას არა. სატანას საკუთარ თავს გვაყვარებს. ამბიცია არა შენ და სხვა უნდა გემსახურებოდეს, სხვა უნდა თანადვილი გასარჩევია მეგობრებო ეს. აი ამიტომ არის ჩვენ რომ ასე უდუნებით და გულდასმით მუდამ უტრიალებთ ამ საფრთხო წერილს და ვსწავლობთ. და აგერ დღეს დავამთავრებთ. რიგით მე-13 წიგნი პარალიპომენონი არის ხო გახსოვთ ეგა? ნეშტა წიგნი ქართულად. 22-29 სხვადასხვა ძალიან კარგი თავები აქვს დავითის უკანასკნელი დღეები აღწერილი. როგორი მიმართავს სოლომონს. მე რა კარგი ლოცვა არის, როგორი გაფრთხილება, როგორი ანდერც უტოვებს. მეფეთა წიგნებში მსგავსი რამე არ არის იქით გამოტოვებული რაც სული წმინდა მე შეავსო. სხვა რაკურსით არის დანახული აქა და იქ უკვე პირდაპირ გამოტოვებულია ის რაც ჩვენ წავიკითხეთ მეფეთა წიგნებში და ის არ არის მეფეთა წიგნებში ხო განსაკუთრებით მესამე მეფეთას დასაწყისში ხო მეორე მეფეთა იცით თუ დავითზე არის როგორი დავალებას აძლევს სოლომონს გადასცემ ჯერ ამ ნახაზებს ყველაფერი მოამზადა სამუშაოები ტაძრის ასაშენებლად და აი ამას გადასცემ სოლომონს. შემდეგ შესაწირავებზე არის ლაპარაკი. ბოლოში წერია პირდაპირ ვინ შეიძლება მიწერა ავტორად მათ ჩამოთვლილელი სამუელი, ნათანი და გადი. ასე რომ პრობლემა დახურულია და რატო კამათობენ ეს ლიბერალი თეოლოგი პირდაპირ გაოცებული. აგრე საფრთხო წერილი თუ ღვთისმსულირია წიგნი პირდაპირ წერია რომ სამუელი, ნათანი და გადი მიწერია ავტორები. ისე კი ვიცით ავტორი არის სული წმინდა ღმერთი ესე იგი. ჩვენ სწორედ ამ ფინიშის სწორზე ვართ. და მიუხედავად იმისა, რომ სხვაებისთვის შეიძლება მოსაწყენი იყო ის თემები, აღწერა გენეალოგია პირველი 9 თავი, შემდეგ დავითის ესე დაწვრილებით მოსამზადებელი საფეხურები, ამ ტაძრის ის აი უამრავი რაღაც ერთი სიტყვით თითქოს გადატვირთული. და უცებ აი ახლა უკვე ეს ბოლო პერიოდში ვართ, სადაც დავითის 70 წლის ასაკში კარგად გემრიელად გადადის იმ ქვეყანაში. გადადის ღმერთთან, ამან თავისი მოვალეობა მოიხადა, თუმცა ძალიან უცნაური ცხოვრების კაცი იყო ეს. საყვარელი ღმერთის გულით მოწოდებული, უცნაური პიროვნება. ამაზე ბევრია დაწერილი ბიბლიაში. რო იწყება მეფეთა პირველი წიგნის მე-17 თავიდან, მთელი მეორე მეფეთა ამაზე არის, ჩემო კარგებო. პარალიპომენონის მთელი მე-11 თავიდან 29-ის ჩათვლით ამაზე არის ნეშტა წიგნი. მე ფსალმური, აი ძალიან დიდი ისაა გამოყოფილი. დავით აი მოსეს მე ეს არის ძალიან ისეთი იმით რომ ავტორი ამდენი აი ეს გამოიყენა ღმერთმა არც თუ საფუძვლოდ მართლაც ამტკიცებს დავითი ღმერთის უდიდეს სიყვარულს რა და სიყვარული არ არის ჰაერში გამოკიდებული ეს არის პიროვნების სადმი სიყვარული უზენაესის უმდაბლესის მიმართ უმდაბლესი ჩვენა ვართ ქმნილება ჩვენა ვართ და უზენაესი რომელიც ისე მოგვაწყო რომ მასთან უნდა ვიყოთ ჩართული არ არსებობს სრული დამოუკიდებლობა. ადამიანი არ არის დამოუკიდებელი არსება. ადამიანი არის დამოუკიდებული არსება ღმერთზე. თავისუფლება ეშმაკიდან არის შემოგდებული. ქრისტიანი ესე აღარ აზროვნებს. ქრისტიანი არასოდეს არ იტყვის, რომ მე ვარ დამოუკიდებელი. ქრისტიანი იტყვის თავისუფალი ვარ იესო ქრისტეში. თორე ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს თქვენო. არჩით ჭეშმარიტებაში და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებს თქვენ. იოანეს სახარების მერვე თავის 36 მუხლი იწყება 31-დან და ბოლომდე. ეგ საერთოდ ძალიან კარგი თავი არის. იცით ეს რა პერიოდია აღწერილი, ხო ეს დავითის ეს პერიოდი ამ წიგში რაც არის აღწერილი, თალე პირველი 9 თავი 3000 წლების ისტორია, გენეალოგია, მაგრამ მე-11 თავიდან ვიდრე 29 თავის ჩათვლით, ეს არის დავითის 70 წლიანი ისტორია. მართალია დაბადება არ არის აღწერილი დაწვრილებით დავითის, მაგრამ სავარაუდოდ ქრონოლოგია რო წარმოვიდგინოთ, ჩვენ ამ ხასიათს იღებს. ეს არის პერიოდი, როდესაც წიგნი იწერება, გამოყენებული არის პარალიპომენონის მიწერა ავტორი ეზრა შეიძლება ვიგულსონ შეიძლება კი არა ესია და ეს არის ეპოქა ბაბილონის ტყვეობის შემდგომი პერიოდი. თავდაპირველად ორი წიგნი ერთი იყო, მე მოსახერხებელი რო ყოფილიყო წასაკეთად გაიყო შვაზე. ეს ერთი წიგნი იყო მანუსკრიპტში, ერთი პირველი ნიშნა მე მოხდა ამის გაყოფა. საერთოდ ყველაფერი ერთი იყო და მე მოხდა დანაწერება გაყოფა, რათა ძალიან ისეთ იმით მოსახერხებელი იყოს აღქმისა და კითხვის პროცესში.
ესე იგი 450-30 წელი ძველი წელთაღრიცხვით აი ეს თარიღდება ნეშტა წიგნი და ეს არის უკვე დანახული მღვდლის აი სულიერი საღვთო ღვთისკაცის თვალიდან არის დანახული, ღმერთის თვალიდან დანახულია, წარმოჩენილი აქვს ყველაფერი ის, რაც ჩვენ მეფეთა წიგნში გავიარეთ. ნეშტა მეორე წიგნი და როცა ამას დავამთავრეთ, მერე გადავალთ მათეზე, ეს ისტორიული წიგნი დავამთავრეთ მარიღან და მე ისე დავუბრუნდებით ეს რაც ყველა კაი საინტერესო წიგნია ჩემთვის მაგალითად აქ. უკვე იუდას სამეფოს ხელახლა გადავხედავთ, ყველა იმ იუდას 19-ვე მეფის ისტორია არის გადამოცემული მეორე ნეშტა წიგნში, რომელსაც მეორე კვირას გადავშლით და დავიწყებ წინოს. პირველი 8-9 თავი იქნება სოლომონის ამბები აღწერილი ტაძრის მშენებლობაზე. ესეც ცოტა შეიძლება გაუწაფავი მკითხველისათვის დამღლელი იყოს, მაგრამ დამიჯერეთ არაფერი არ არის დამღლელი, როცა სიყვარული არის. და უკვე მე-10 თავიდან ვიდრე 36 თავამდე იწყება სამხრეთ სამეფოზე აქცენტირება. იქ აღარ არის ჩრდილო სამეფო. და 19-ვე მეფე, ერთი დედოფალი არის, მეორე ნომერი იეზეველს თუ დავარქმევთ, იმიტომ რომ არაფრით არ ჩამოვარდება დედამისს, საშინელი ქალი არის, ხო, რომელიც გამოთხოვდა ჩრდილოეთიდან სამხრეთ სამეფოში და აწიოკა, საზღარი პიროვნება არის ეს იეზეველის ქალიშვილი, ხო. იეზეველი ნომერი 2, შემიძლია ასე უწოდო იმას ის სახელი არ შეესაბამება იმ სახელს, ხო. თუ არ ჩავთვლით ამას, ისე თუ ჩავთვლით 20-ია. და მთელი 354 წლის მანძილზე, ესე იგი ათოლა იწყება 931 წლიდან ძველი წელთაღრიცხვით. სამეფო გაიყო 931 წელს ჩრდილო და სამხრეთ სამეფოს და ამ ისტორიებს ვსწავლობდით ჩვენ პირველ მეფეთა, მეორე, მესამე, მეოთხე მეფეთა და ეხლა სხვა კუთხიდან, სხვა რაკურსით ისე უბრუნდებით ამას. ამჯერად მეორე ნეშტსა დიდ ყურადღებას და საერთოდ მთლიანად ყურადღებას უთმობს სამხრეთ სამეფოს. თუ რატომ გასაგებია, იმიტომ რომ იუდას ტომიდან გამოდის იესო ქრისტე. ესეც ბერჯერ განმარტეთ. ქრონოლოგიურად ეს პერიოდი არის ბაბილონის ტყვეობის შემდგომ, როცა ბრუნდებიან ბაბილონის ტყვეობიდან 450-430 წელი, ეს სავარაუდოდ ესია მე-5 საუკუნის 30-იანი 50-იანი წლები ჩვენ ამ ეპოქაში ვზივართ. ესე იგი, ერთიანმა სამეფომ იარსება 112, თითქმის 112-დან 120 წლამდე ასე იარსება. სამი მეფე მართავდა მას, პირველი საული, შემდგომ დავითი და სოლომონი და ამას ბოლო ეღება 931 წელს, როცა სოლომონს ცulis თავისი ბეყეშვილი ირობუამი. აი აქედან იხსნება მე ეს მე-9 თავი მეორე ნეშტა და მაგას გავეცნობით ყველა მეფეს კიდე ერთხელ გავიმეორეთ. და საინტერესოა მეფეთა წიგნები. მე არ ვიცი რა ქრისტიანად ჩაითვლება ადამიანი, ვინც არის რომ მეფეთა წიგნების ისტორიას. საქართველოს ისტორიის სწავლა კიდე ვიმეორებ, არაფერის მომცემი არ არის მეგობრებო. აი ვისი გორისა ხარ, ეს არის სისულელე. მე ვისი გორისა ვარ, ვიცი, ქრისტეს გორისა ვარ. ქრისტიანი კაცი იცის ვისი გვარის არის. ვიყავი ადამის გვარი, ეხლა ვარ ქრისტეს გვარის. იმის ოჯახში ვარ. მე ვიცი, გარკვეულია ჩემთვის. მაგრამ ამას არიღებს ეროვნულ ნაციონალისტური რელიგიის წარმოადგენლები და იმიტომ არის ნაყოფით ყირაზე რო დგას ყველაფერი. მაგრამ აღარ გადავიჭერები ახლა ამაში არ დაგხლით ამ ჩემი გაუთავებელი მივე ასეთი შეძახილებით. ფერს აღიზიანებს ეს. დაუბრუნდეთ ამ საუცხოო წიგნს და ისევ სულიერი საკვები მივიღოთ ძველი აღთქმის კარგი შესწავლის გარანტია არის ახალი აღთქმის გემო ავიგოთ. ეს სიმსუყე ახალი აღთქმის და რა თავისუფლების ნიავი. აქ ქარიშხალია ძველ აღთქმაში. ჩვენ ამას ვკითხულობთ, აი როგორც აი სულ გრიგალებში დავდიოდი, აი გრიგალე, ახალი აღთქმა არის დაწყნარება რა სიმშვიდე. საოცრებაა რა. აი მართლაც სიმშვიდეა სუთელი ახალი აღთქმა. რომ დაირღვა ერთი კავშირი ხელშეკრულება, დაიდო ახალი. დაირღვა იმიტომ რომ შესრულდა, იმიტომ დაირღვა. როცა რაც შესრულდა, ის რაღაცზე გავაგრძელოთ. ამიტომ იდება ახალი აღთქმა, რომელიც ბოლომდე, მარადისობამდე შესასვლელამდე ეს ძალას არ კარგავს. მარადისობაში გამყვანი არის და იქაც მიყვება. ამიტომ ახალი აღთქმა ეს არის ბოლომდე დაურღვეველი აღთქმა. თუ დაარღვევს თვითონ ადამიანმა, ღმერთი არა. და ძველი აღთქმა ღმერთმა დაარღვია, იმიტომ რომ შეასრულა. ხელშეკრულება დაიხა, გაუქმდა. ძველი აღთქმა არის ხელშეკრულება, მოლაპარაკება ადამიანსა და ღმერთს შორის, კაცობრიობასა და ღმერთს შორის. ეს მან გააუქმა. რატომ? აღასრულა მან. ჩვენ ვერ ავასრულებდით, ვერასოდეს და როცა ისევ ძველი აღთქმის ხელშეკრულებით რწმენას ვადასტურებთ, მკრეხელობა იესო ქრისტესი. ამიტომ ახალი აღთქმა იდება, ყველა უპირობო აღთქმა არის, ვინც იწამებს იესოს გადარჩება. უპირობოა. ყველა ვარიანტი უპირობო არის. აღარ არის დამოკიდებული იმაზე, გადავრჩები თუ ამას გავაკეთებ. ყველა ვარიანტში გამოხსნილი ვარ მე, უნდა ვიწამო. უძვირფასესი აღთქმა.
ჩვენ რომ კარგად გავაღოთ კარები ახალი აღთქმისა და გავიგოთ რა უპირატესობით სარგებლობთ ჩვენ აქეთ ქრისტიანები ეკლესიის პერიოდი ეს ეკლესია გითხრა ადამიანების ერთობლიობა სხვა გაშლილი დედამიწაზე და ეკლესიის თავი ქრისტეა შენობები არ გეუბნოთ ეკლესია შეხვედრის ადგილი ეკლესია პაემანის ადგილია მორწმუნე ხვდება ხსნელს ნებისმიერი ადგილი პაემნის ადგილია ქრისტიანულ ეპოქაში სახლში ხართ იქ არის ქრისტე თქვენთან ასე რომ დიდი უპირატესობა გვაქვს არ შეგაწუხოთ თამამ ესე თქვა ღამერთმა იესო ქრისტემ და დაელოცოს მისი სახელი და გამანთავისუფლა მადლობა მას აი ჩემი დიდი გამანთავისუფლებელი ამდენად მე თავისუფლება აღარ მინდა ჩვენ განთავისუფლებული ვართ ეს არის ნამდვილი განთავისუფლება ჭეშმარიტებაში სიტყვაში დარჩები თავისუფალი ხარ ჭეშმარიტებასთან მიდიხარ განთავისუფლებული ხარ რისგან ცოდვის მონობისაგან ვინც ამაში რჩება სატანასთან გადავაიქი და მე ნახავენ არის თუ არა ეს პიროვნება კარგი, დავაგრძელოთ 22-29 თავის კითხვა და ამით ამოვწუროთ რიგით მე-13 ძველი აღთქმის წიგნი, არანაკლებად საინტერესო. ვფიქრობ, ბევრი რაღაცა გავიგეთ. მე გავიმეორებთ ხელახლა კიდე. ჩანაწერიც არის, ვისაც არ უნდა კაცო გზა იქით დაულოცოთ. რა პრობლემა ახლა ყველას აქვს ნება? ერთი კაცი უნდა, ესე იგი მიზანი მიღწეულია. თუ ერთი კაცისთვის ეს მისაღებია, ესე იგი შრომა ფუჭი არ ყოფილა. წავიგეთ 22-29 თავი. ერთი 21 მუხლიანია, მეორე 32-იანი. თავი 22. შემოკრიბა დავითმა ისრაელის ყველა მთავარი იერუსალიმში. ამისახთა თავკაცები, ჯარების სარდალნი, მეფის მსახურნი, 1000-ის თამნი, 100-ის თამნი, მეფისა და მისი ძეების მთელი ქონებისა და ჯოგის განმგებელნი. მეფის წულები თავისი საჭურისებით და ყველა მამაცი ვაჟკაცი. ფეხზე წამოდგა მეფე დავითი და ბრძანა. მისმინეთ ძმანო ჩემო და ხალხო ჩემო. გულში მქონდა უფლის აღთქმის კიდობნისთვის სამუდამო სახლისა და ჩვენი ღვთის ფეხდათვის კვარცხლბეკის აშენება. აჰა, ყველაფერი გავამზადე მშენებლობის დასაწყებად. მითხრა უფალმა, არა აშენო ტაძარი ჩემს სახელზე, რადგან მებრძოლი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დახრილი. მამა ჩემის მთელი სახლეულიდან გამომარჩია უფალმა, ისრაელის ღმერთმა. უკუნისამდე სამეფებლად ისრაელზე, რადგან იუდა გამოარჩია მართველად. იუდას სახლში მამა ჩემის სახლი აირჩია. მამა ჩემის ძეთა შორის კი ჩემი გამეფება ინება მთელს ისრაელზე. ჩემი ყველა ვაჟიდან კი ვინაიდან მრავალი ძე მომცა უფალმა, სოლომონი ამოირჩია უფლის სამეფოს ისრაელის ტახტზე დასასმელად. მითხრა, სოლომონი შენი ძე, ისა აშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან ისა ვირჩიე ჩემთვის ძედ და მე ვიქნები მის მამად. სამარადისოდ განუმტკიცებს სამეფოს, თუ მტკიცედ დაიცავს ჩემს ცნებებსა და დადგენილებებს, როგორც დღეს იცავს. ახლა კი მთელი ისრაელის უფლის კრებულის წინაშე და ჩვენი ღმერთის გასაგონად ვამბობ. დაიცავით და გამოიკვლიეთ უფლის თქვენი ღმერთის ყოველი მცნება, რათა დაიმკვიდროთ ეს ბარაქიანი ქვეყანა და დაუტოვოთ თქვენს ძედ, თქვენ შემდეგ სამუდამოდ. შენ სოლომონ ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამე თუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას იპოვი, თუ მიატოვებ სამუდამოდ უარყოფს. აჰა, შენ გამოგარჩია უფალმა, რათა სახლი აუშენო საწმიდრად, მტკიცე დიდექი და შეასრულე. და მისცა დავითმა სოლომონს თავის ძეს კარიბჭის, მისი სახლების, ზედა სათავსების, ქორედების, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლის ნახაზები. ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც სულით უნდოდა. უფლის სახლის ეზოების, ირგვლივ თითოეული ოთახების, ღვთის ტაძრის საგანძურებისა და შეწირული ნივთების საგანძურებისა. მღვდელთა და ლევიანთა დასებისთვის, უფლის სახლის ყველა მსახურებისა და მისთვის საჭირო მთელი ჭურჭლისა. ოქროს ნივთებისა განსაზღვრული წონით. ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა, ვერცხლის, ყველა ნივთისა, განსაზღვრული წონით. ყოველგვარი მსახურებისთვის განკუთვნილი ყოველი ჭურჭლისა. ოქროს სალამპრეებისა თავთავისი წონით. თითოეული სალამპრე. თავის სადგომზე წონის ნიშნული და ვერცხლის სალამპრეებისა წონით. თითოეული სალამპრე. თავის სადგომზე წონის ნიშნულით. თითოეული სალამპრე თავის სამსახურებრივი დანიშნულებისამებრ. ოქროს წონა საწინაშეო პურის მაგიდისთვის. თითოეული მაგიდისთვის და ვერცხლის მაგიდისთვის. ასევე სუფთა ოქრო ჩანგლების, თასებისა და ოქროს ფიალებისთვის. ოქროსავე სარქველებით, თითოეული სარქველისთვის წონით, ასევე ვერცხლის წონით თითოეული სარქველისთვის და საკმევლის სამსხვერპლოსთვის ხალასი ოქრო.
განსაზღვრული წონა და ეტლის გამოსახულება ოქროს ფრთებ გაშლილი ქერუბიმებით, რომლებიც უფლის აღთქმის კიდობანს ფარავდნენ. და თქვა დავითმა: ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონ აღსასრულებლად. უთხრა დავითმა სოლომონს, თავის ძეს: მტკიცეთ იდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს. ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი შენთანად არ მიგატოვებს. უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე. და აჰა მღვდელთა და ლევიანთა დასები ყოველგვარი მსახურებისათვის ღვთისსახლში და ყველა გულმოდგინე, ხელოსნობაში გაწაფული კაცი შენთან არის ყოველ საქმეში. ასევე ყველა მთავარი და მთელი ხალხი შენს ბრძანებაზეა. თავი 29. და უთხრა მეფე დავითმა მთელს კრებულს: სოლომონი ჩემი ძე ამოირჩია ღმერთმა, ყვაწვილია იგი და გამოუცდელი. ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს ტაძარი კაცისთვის კი არა, უფალი ღმერთისთვისაა. რაც შემეძლო ყველაფერი მომამზადე ღვთისსახლისთვის: ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნივთებისთვის, სპილენძი სპილენძის ნივთებისთვის, რკინა რკინის ნივთებისთვის, ხე ხის ნაკეთობებისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასასმელი ქვები და დაფერილი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვა და უამრავი მარმარილოს ქვა. ამასთან ერთად, ჩემი ღმერთის სახლის სიყვარულის გამო, საკუთარ ოქროსა და ვერცხლის საგანძურს ჩემი ღმერთის სახლს ვაძლევ, ყოველივე იმის გარდა, რაც წმიდა ტაძრისთვის მაქვს მომზადებული. 3000 ტალანტი ოქრო, ოფირის ოქრო, 7000 ტალანტი გამოდნობილი ვერცხლი, შენობის კედლების მოსაპირკეთებლად, ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნივთებისთვის, ყველა ოსტატური საქმისთვის. კიდევ ვისურს შესწიროს დღეს უფალს სავსე ხელით? საკუთარი ნებით სწირავდნენ მამის სახლთა თავკაცები და მთავრები, 1000-ულთა და 100-ულთა სარდლები და მეფის საქმეთა გამგებლები და გაიღეს ღვთისსახლის სამსახურისთვის 5000 ტალანტი ოქრო, 10000 დრაქმა და 10000 ტალანტი ვერცხლი, 18000 ტალანტი სპილენძი და 100000 ტალანტი რკინა. და ვისაც კი ძვირფასი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურს გადასცეს იეხიელ გერშონელის ხელით. ხარობდა ხალხი შესაწირის გამო, რადგან ყველა მათგანი მთელი გულით სწირავდა უფალს. მეფე დავითიც ხარობდა დიდი სიხარულით. აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა: კურთხეული ხარ შენ უფალო, ისრაელის ღმერთო, ჩვენო მამაო, უკუნითი უკუნისამდე. შენია ღმერთო სიდიადი, ძლიერება, დიდება, გამარჯვება და დიდებულება. შენია ყველაფერი ცაში თუ დედამიწაზე ღმერთო. შენია სამეფო და ყოველივე სათავე ხარ დამაღლებული ყოველივეზე. სიმდიდრე და პატივი შენგან მოდის. შენ ბატონობ ყოველივეზე. შენს ხელშია ძალა და ძლიერება. შენს ხელშია ყველას განდიდება და გაძლიერება. ახლა გმადლობთ ჩვენო ღმერთო და ვაქებთ შენს დიდებულ სახელს. ვინა ვარ მე ან ვინ არის ჩემი ხალხი? ამდენი შემოწირვა რომ შევძელით, მაგრამ ყოველივე ეს შენგან არის. შენი ხელით მოცემული დაგიბრუნეთ, რადგან მდგმურნი და ხიზანი ვართ შენს წინაშე, ჩვენი მამების მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღეები ამ ქვეყნად, არაფერია საიმედო. უფალო ღმერთო ჩვენო, მთელი ეს სიმდიდრე, რაც მოვამზადეთ, შენს წმიდა სახელზე სახლის ასაშენებლად, შენმა ხელმა მოგცა და ყველაფერი შენ გეკუთვნის. ვიცი ჩემო ღმერთო, რომ ცდი ჩვენს გულებს და სიმართლით ხარობ. ჩემი გულის სიწრფელით და ნებით შემოგწირე ეს ყველაფერი და ახლა ვხედავ, რომ სიხარულით გიძღვნის შესაწირს შენი ხალხი. უფალო აბრაამის, ისაკისა და ისრაელის, ჩვენი მამების ღმერთო, დაიცავი უკუნისამდე შენი ხალხის გულის ფიქრები და ზრახვები და შენკენ წარმართე მათი გული. მიეცი სოლომონს ჩემს ძეს ერთგული გული, რომ დაიცვა შენი ცნებები, შენი მოწმობანი და წესები, რომ ყოველივე ამასთან ერთად ტაძარი აგიშენოს, რომლისთვისაც მოვამზადე ყველაფერი. უთხრა დავითმა მთელ კრებულს: აკურთხეთ უფალი თქვენი ღმერთი და აკურთხა მთელმა კრებულმა უფალი, თავისი მამების ღმერთი, მოიდრიკნენ და თაყვანისცეს უფალსა და მეფეს. მეორე დღეს მსხვერპლები შესწირეს უფალს და სრულად დასაწვენი აღუვლინეს. 1000 მოზვერი, 1000 ვერძი, 1000 კრავი, თავისი საყვრელით და უამრავი მსხვერპლი მთელი ისრაელისთვის
დიდი სიხარულით ჭამეს და სვეს იმ დღეს უფლის წინაშე და მეორედ გაამეფეს სოლომონი დავითის დედას ცხეს მთავრად უფლის წინაშე, ხოლო ცადოკი მღვდლად. დაჯდა სოლომონი უფლის ტახტზე მეფედ დავითის მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო იგი და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა. ყველა მთავარი, ძლიერი მეომარი და მეფე დავითის ყველაზე დაემორჩილა მეფე სოლომონს. დიდად აღამაღლა უფალმა სოლომონი მთელი ისრაელის თვალში და ისეთი მეფური ბრწყინვალება მისცა, როგორიც არც ერთ მის წინამორბედ მეფეს არ ჰქონია ისრაელში. და მეფობდა მთელს ისრაელზე დავითი ესესზე. 40 წელიწადს იმეფა მან ისრაელზე. აქედან 7 წელიწადს ხებრონში მეფობდა, 33-ს კი იერუსალიმში. და მოკვდა კეთილსიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. მის ნაცვლად კი სოლომონი მისი ძე გამეფდა. მეფე დავითის საქმეები, პირველი და უკანასკნელი, აჰა წინასწარმეტყველს სამუელის წიგნში, წინასწარმეტყველს ნათანის წიგნსა და წინასწარმეტყველს გადის წიგნში აღწერილი. მთელი მისი მეფობა, მისი ძალა და ამბები, რომლებიც თავად მას, ისრაელს და სხვა ქვეყნების სამეფოებს გადახდა. გამარჯობათ. ბიბლიის ფურცლებიდან გავეცანით, თუ რა დიდძალი სიმდიდრე მოხმადლა ღმერთმა დავით მეფეს. მადლიერმა მეფემ კი უამრავი ოქრო და ვერცხლი შესწირა უფლის სახლის წასაშენებლად. დღევანდელ დღეს ჩვენ შენობები და ტაძრები აღარ გვჭირდება ღმერთთან ურთიერთობისათვის, რადგან იესო ქრისტე თავად შეგვპირდა, რომ ვისაც იგი უყვარს და მის ცნებებს შეასრულებს, მასთან იქნება სამუდამოდ. იოანეს სახარების მე-14 თავში ვკითხულობთ. თუმე გიყვარვართ დაიცავთ ჩემს ცნებებს. მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშის ცემელს მოგივლეთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღება არ შეუძლია წუთის სოფელს, რადგან ვერ ხედავს და არც იცნობს მას, თქვენ კი იცნობთ, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. უფალო იესო, შენ უამრავი კეთილი ნიჭი და უნარი მოგომადლეთ თითოეულ ჩვენგანს, რომლებიც ჩვენი ცოდვილი ბუნების გამო უსარგებლოდ ცდება. გთხოვთ, აგვიხილეთ თვალი, რომ დავინახოთ ეს შენგან ბოძებული სიმდიდრე. გაგვიღვიძე გულებში ისეთი სიყვარული და ისეთი მადლიერება, რომ შენვე შემოგწიროთ და გაგიმზადოთ გულები შენი წმინდა სულის დასაბანებლად. უფალო იესო, იდიდოს შენმა წმინდა სახელმა უკუნისამდე. ამინ. გმადლობთ. გამარჯობათ. დავითი უკვე თავისი ცხოვრების ფინიშს უახლოვდებოდა და ფიზიკურადაც დასუსტებული იყო, მაგრამ მისი მთელი ყურადღება ღმერთსა და მის განდიდებაზე იყო მიპყრობილი. მან მოიწვია მთელი ისრაელის უხუცესები, ჯარის სარდლები და ყველა მამაცი ვაჟკაცი და უკანასკნელი მითითებები და კურთხევები წარმოთქვა მათ წინაშე. მიუხედავად თავისი ფიზიკური უძლურობისა, იგი ღვთისა და ამ ადამიანების წინაშე ფეხზე წამოდგა და ისე წარმოთქვა თავისი სიტყვები. მისი საუბრის მთავარი თემა ღვთის ტაძრის აშენება იყო, რისიც მას ძალიან ძლიერი სურვილი ჰქონდა. მაგრამ როგორც აქ თვითონე ამბობს, ღმერთმა არ მისცა ამის უფლება, რადგან იგი მებრძოლი კაცი იყო და ბევრი სისხლი ჰქონდა დაღვრილი. მაგრამ დავითის გული მაინც სიხარულით იყო ახსავსე, რადგან ღმერთისგან მან ისიც გაიგო, რომ მისი გულის წადილი და ოცნება ღვთის ტაძრის აგებისა შესრულდებოდა და ეს მოხდებოდა მისი ძის სოლომონის ხელით. მას შემდეგ, რაც ეს გააგებინა დავითს ღმერთმა, მისი მთელი სული და გული ამ საქმისკენ იყო მიმართული. და ყველანაირ ღონეს ხმარობდა, რათა ამ დიადი განზრახვის აღსასრულებლად მოემზადებინა მასალა, მუშახელი, ოსტატები და ასე შემდეგ. აქ პირდაპირ წერია, რომ ღმერთმა თვითონ მიაწოდა დავითს ზუსტი გეგმა ტაძრის აშენებისა. და თქვა დავითმა, ეს ყველაფერი უფლისგან არის, რაც ჩამაგონა აღსასრულებლად. და ეს გეგმა შეიცავდა არა მარტო ტაძრის ზომებს და განლაგებას, არამედ ყველა დეტალი და წვრილმანი იყო გათვალისწინებული. და დავითმა დიდი სიხარულით შეაგროვა ყველა ის საჭირო მასალა, რაც ამ საქმის განხორციელებას დასჭირდებოდა. უფრო მეტიც, მან ყველა თავისი განძეულობა და ძვირფასეულობა ტაძარს მიუძღვნა. ფაქტიურად სოლომონს ყველაფერი მზამზარული დახვდა, რაც მას ტაძრის აგებას ძლიერ გაუადვილებდა. მაგრამ დავითმა ისიც კარგად იცოდა, რომ მხოლოდ მასალა და ფიზიკური სამოაშავებისათვის მომზადება არ იყო საკმარისი არც ტაძრის აშენებისა და არც სოლომონისა და ისრაელის კეთილდღეობისათვის. ყველაზე მთავარი მათი ღმერთთან დამოკიდებულება იყო. სწორედ ამიტომაც მოუწოდებს დავითი ისრაელს, რომ გულმოდგინედ შეისწავლონ და დაიცვან ღვთისმცნებები და კანონები, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცემდა მათ ღმერთი მადლს, სიმდიდრეს, ბარაქასა და ძალას. თუ ამას არ გააკეთებდნენ და ღმერთის გზიდან გადაუხვევდნენ, არა მარტო წარმატება არ ექნებოდა თავიანთ საქმეებში და ახალს ვერაფერს მოიპოვებდნენ, არამედ რაც ჰქონდათ და რაც აქამდე მისცა ღმერთმა, ყოველივე იმასაც სრულიად დაკარგავდნენ და წაერთმეოდათ. ეს სიტყვები ეხებოდა სოლომონსაც და მთელ ისრაელსაც.
მაგრამ ახლა დავითმა პირადად სოლომონს მიმართა და არიგებს და აფრთხილებს მას, რომ მთელი გონებითა და გულით ემსახუროს ღმერთს და ამატებს, რომ ღმერთი გულში იყურება და ყველაფერს ხედავს. შეიძლება განეგნულად ადამიანი ღმერთს ემსახურებოდეს, მაგრამ თუ მისი გული და გონება არ არის ღმერთისაკენ მიმართული, ამ გარეგნული გამოვლინებებით შეიძლება სხვა ადამიანები მოატყუო. მაგრამ ღმერთს ვერ მოატყუებ. ის პირდაპირ გულში იყურება და მას ვერც თავს მოაჩვენებ და ვერც მოატყუებ. მან ზუსტად იცის, თუ სინამდვილეში რას ფიქრობს და საითკენაა ადამიანის გული მიდრეკილი. ამიტომაც, თუ კი გულწრფელად ვეძებთ და ვემსახურებით ღმერთს, მას ვიპოვით. ხოლო თუ მხოლოდ გარეგნულ მოქმედებებს, ბრტყელ სიტყვებსა და მოვალეობის მოხდას დავჯერდებით, ხოლო გული კი დაკეტილი იქნება ღმერთისათვის, ვერანაირი საქმეებით ღმერთს ვერ ვასიამოვნებთ და ისიც მიგვატოვებს და არ იქნება ჩვენთან. შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამა შენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას. რამე თუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას იპოვი, თუ მიატოვებ სამუდამოდ უარყოფს. დავითი კიდევ ერთ ძვირფას რჩევას აძლევს თავის შვილს და რა თქმა უნდა ჩვენც, რადგან ბიბლიაში ჩაწერილი ყოველი სიტყვა ღვთისმსრულელია. ეს რჩევა გამოიხატება იმაში, რომ თუ კი ჩვენი გული გულწრფელად არის ღმერთისაკენ მიმართული, იგი ყველა საქმეში, ყველა სიტუაციაში, ყველა სიძნელესა და გაჭირვებაში ჩვენთან იქნება, არ დაგვაგდებს და არ მიგვატოვებს, გაგვამხნევებს და გაგვამაგრებს. მტკიცე დიდექი, გაბედული იყავი და შეუდექი საქმეს, ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი შენთანაა და არ მიგატოვებს, უფლის სახლის მსახურების ყოველი საქმის აღსრულებამდე. ამის შემდეგ დავითი კვლავ მთელ ხალხს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მათაც გაიღონ წვლილი ამ დიადი საქმის, ღვთის ტაძრის აშენებაში და მათაც ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილითა და დიდი სიხარულით მოიტანეს ღვთის წინაშე ძვირფასი ქვები და ლითონები და შეკრიბეს უამრავი ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, რკინა და ძვირფასი ქვები და გაიხარა ხალხმა ღვთისა და დავითის წინაშე. ხოლო თვითონ დავითმა კიდევ ერთხელ ილოცა და განადიდა ღმერთი მათ წინაშე. მართლაც განა ეს ყოველი სიმდიდრე, რაც თვითონ დავითსა და ისრაელიანებსაც ჰქონდათ, თვითონ ღმერთმა არ მიცა მათ. ისრაელიანები მონები იყვნენ ეგვიპტის ქვეყანაში, არც მიწა ჰქონდათ, არც სახლი და ლუკმა პურისათვის უმძიმეს სამუშაოებზე მუშაობდნენ. ღმერთმა თავისი სიკეთით, სიყვარულითა და მადლით გამოიხსნა ისინი ამ მონობიდან და გაჭირვებიდან. მისცა ნაყოფიერი და უხმოსავლიანი მიწა. მისცა მშვიდობა, სიმდიდრე და ბარაკა და თვითონ ის ფაქტი, რომ მათ ახლა საშუალება ჰქონდათ ამდენი ძვირფასეულობა მოეტანათ ღმერთის წინაშე, ისევ ღმერთის დამსახურება იყო, რადგან სწორედ მან მისცა ამ ხალხს ყოველივე ეს ძვირფასეულობა. და აკურთხა მეფემ და ხალხმა ღმერთი, მადლობა შესწირეს, მოიდრიდნენ მის წინაშე თაყვანის წეს. ჩვენც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ კი რაიმე გვაქვს, ყოველივე ღმერთისგან გვაქვს და მხოლოდ მას უნდა ვუმადლოდეთ ყოველივე სიკეთისათვის. მან მოგცა სიცოცხლეც, ჯანმრთელობაც, საკვებიც, ტანსაცმელიც, ბარაკაც და ყველა მატერიალური და არამატერიალური სიკეთეც. არასოდეს წარმატება და კარგად ყოფნა საკუთარ თავზე არ უნდა მივიწეროთ და არ გავამაყდეთ. და როგორც დავითმა, ჩვენც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რამის გაცემის საშუალება გვაქვს, მატერიალურად თუ ინტელექტუალურად, მხოლოდ ღმერთისაგან მოცემულს გავცემთ და არა ჩვენი ძალებით მოპოვებულს. ამიტომაც გამცემმაც და მიმღებმაც პირველ რიგში ღმერთს უნდა შესწიროს მადლობა და იგი განადიდოს ყოველი სიკეთისა და მადლისათვის. დავითმა კიდევ ერთხელ სთხოვა ღმერთს, რომ მისი ძის სოლომონისათვის მიეცა ერთგული გული, რათა ღმერთის გზებზე ევლო და წარმატება ქონოდა ყველა საქმეში და ღვთის ტაძრის აგებაშიც. და გამეფდა სოლომონი მამამისის დავითის ტახტზე და ძლიერ აღამაღლა და განადიდა იგი ღმერთმა. რაც შეეხება დავითს, იგი გადავიდა იმ ქვეყნად 40 წლის მეფობის შემდეგ და როგორც აქ ვკითხულობთ, მოკვდა კეთილ სიბერეში, მაძღარი წლებით, სიმდიდრითა და დიდებით. როგორც ვხედავთ, ყველა იმ გაჭირვებისა და გამოცდის შემდეგ, რაც დავითმა გაიარა, რადგან იგი მიუხედავად თავისი შეცდომებისა, ჩავარდნებისა, დაცემისა, ბოლომდე ღმერთის იმედითა და რწმენით ცხოვრობდა, ღმერთმა დაუფასა მას თავისი ერთგულება და მრავალი მადლი და სიკეთე მისცა. ღმერთმა დავითს აპატია ყველა მისი ცოდვები, განუქარვა ყველა წუხილი, ანუგეშა გაჭირვებაში და ახლა იგი გამარჯვებული, კმაყოფილი, ბედნიერი, გახარებული და დამშვიდებული გადადის კიდევ უფრო უკეთეს ადგილას, სადაც სამუდამო ნეტარება ელოდება. მადლობთ. მოგესალმებით. პირველი ნეშტა წიგნის ბოლო ორ თავში დავითმა თავი მოუყარა ისრაელის ყველა წინამძღოლს და მათ წინაშე წარმოთქვა საბოლოო სიტყვა. ეს იყო დიდებული შეკრება. სულ მალე დავითი გარდაიცვლებოდა. მან უთხრა სათქმელი ისრაელს და თავის ძეს სოლომონს. ხალხმა კი ყველაფერი გაიგონა. ის რაც აქ დავითმა გააკეთა დიდი სიბრძნე იყო. 21 თავის პირველ მუხლში ვკითხულობთ. შეჰყარა დავითმა იერუსალიმში ისრაელის ყველა მთავარი, შტოთა მთავარნი, დასების მთავარნი, მეფის სამსახურში მყოფნი,
1000-ის თავები, 100-ის თავები, მეფისა და მისი ძეების მთელი საქონლ-საყოლის მოურავები, სახლთუხუცესები და ყველა მაგარი ვაჟკაცი. ესენი იყვნენ კაცები, რომლებსაც ჩაბარებული ჰქონდათ ერის ხელმძღვანელობა. მეორე მუხლში ფეხზე წამოდგა დავითი და თქვა: ყური დამიგდეთ ჩემო ძმებო და ჩემო ხალხო. გულით მეწადა ამეშენებინა განსასვენებელი სახლი უფლის აღთქმის კიდობნისთვის, ჩვენი ღმერთის ფეხთა დასადგმელი და მოვემზადე ასაშენებლად. მიუხედავად მისი ასაკისა, მან თავს ძალა დაატანა, ადგა და ასე უთხრა ეს მნიშვნელოვანი და უკანასკნელი სათქმელი თავის ხალხს. მესამე მუხლში წერია: მაგრამ ღმერთმა მითხრა, ჩემს სახელზე სახლს მოააშენებ, რადგან მეომარი კაცი ხარ და სისხლი გაქვს დაყრილიო. დავითს გულწრფელად უნდა ეთქვა ყველაფერი, აქ უთქმელობა არ გამოვიდოდა. იესეს ძემ აღიარა ყველა წინაშე თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ღმერთმა არ მისცა ტაძრის აშენების უფლება. ის სისხლიანი კაცი იყო. მან ნათელი გახადა ყველასთვის, რომ ღმერთმა სოლომონი აირჩია და დაადგინა ამ საქმის შემსრულებლად. მას მისცა ტაძრის აშენების უფლება, რითაც მეფე იმას ამბობდა, რომ ახლა ღმერთზე იყო მთელი სოლომონის პასუხისმგებლობა. სოლომონი დავითს არ ამოურჩევია, ის ღმერთმა აირჩია. მეექვსე მუხლში ვკითხულობთ: მითხრა, შენი ძე სოლომონი ააშენებს ჩემს სახლსა და ეზოებს, რადგან იგი ძედ ამოირჩიედა, მე ვიქნები მისი მამა. დავითმა მთელი გული ჩადო ამ საქმეში. ღმერთმა არ მისცა მას ტაძრის აშენების უფლება და ის მას უთქმელად დაემორჩილა. მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც იზრუნა სამშენებლო მასალასა და მუშახელზე. დავითმა გაამხნევა შვილი, რომ ის მტკიცედ დამდგარიყო და გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც უფალმა მისი ხელით მოისურვა. შემდეგ მან მას ტაძრის გეგმა გადასცა. მე-11-მე-13 მუხლებში წერია: მისცა დავითმა სოლომონს თავის ძეს გეგმა კარიბჭისა, მისი სახლებისა, განცდ-საცავებისა, ქორედებისა, შიდა ოთახებისა და კიდობნის სახლისა. ასევე ყველაფრის გეგმა, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა, უფლის სახლის ეზოებისა, ირგვლივ განლაგებული ყველა ოთახის, ღვთის სახლის საგანძურისა და შემოწირულობათა საგანძურისა, მღვდელთა და ლევიანთა დასებისა, უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმისა, უფლის სახლის სამსახურისთვის საჭირო ყველა ჭურჭლისა. ისევე როგორც მოსეს მიეცა სავანის გეგმა, ასევე დავითს და არა სოლომონს მიეცა ტაძრის გეგმა, ვინც თავის შვილს გადასცა პროექტი და ნახაზები. თუ ჩვენ ტაძარს შევადარებთ სავანეს, აღმოვაჩენთ, რომ ტაძარი უფლის კარავივით მარტივი აღარ იყო. იგი სილამაზით და სიმდიდრით იყო მომხიბვლელი. მიუხედავად იმისა, რომ ჰეროდეს ტაძრის გეგმა ისეთივე იყო, როგორიც დავითისა, ის მაინც ჩამოუვარდებოდა მას სიმდიდრესა და ფუფუნებაში. აქ განსხვავება ის იყო, რომ ჰეროდემ ადამიანის თვალის გასახარებლად ააშენა ტაძარი. დავითმა კი თავისი სიმდიდრე იმ ტაძრის აშენებაში გამოიყენა, რომელსაც ღმერთი უნდა განედიდებინა. დავითმა დაუბარა სოლომონს, რომ არაფერი დანანებოდა და ეკონომია არ გაეწია მშენებლობის დროს. არამედ გამოეყენებინა ყველაფერი, რაც მამამ წინ და წინ დააგროვა. ტაძარი უხვად იყო მორთული ძვირფასი ქვებითა და ოქრო ვერცხლით. საერთოდ ტაძარი იმის შესაფერისი უნდა იყოს, როგორც უბანშიც არის ის აშენებული. ამ მხრივ ზოგ უბანში დიდი კონტრასტი შეიმჩნევა მდიდრულ ტაძარსა და გარშემო მცხოვრებ ღარიბ ღატაკ ხალხს შორის. თუმცა ჩვენი ყურადღების ცენტრში დღეს რა თქმა უნდა შენობები კი არ უნდა იყოს, რადგან თავად ჩვენ ვართ ღვთის ტაძარი. ტაძარი ხომ ჩვენი სხეულებია. დავითი ამ სახლს იმისთვის კი არ აშენებდა, რომ შიგ ღმერთზე ცხოვრა. უფალი ნაგებობა შენობებში როდი ცხოვრობს? მესამე მეფეთას, მერვე თავის, 27 მუხლში ამბობს სოლომონი. ნუ თუ ნამდვილად იმკვიდრებს მიწაზე ღმერთი, აჰა ვერ იტევენ მას ცანი და ცანი ცათანი. როგორ დაიტევს ეს ჩემი აშენებული სახლი? პატარა შენობაში კი არა, ქვეყნიერების შემქმნელი ღმერთი მთელს შექმნილ სამყაროშიც ვერ დაეტევა. ტაძარი უბრალოდ ის ადგილი იყო, სადაც დიდებული ღმერთი ადამიანს უნდა შეხვედროდა. ის იმიტომ ააგეს, რომ კაცს ეკო და ედიდებინა თაყვანი ეცა უფლისთვის. დღეს ღმერთი არც ერთ ეკლესიაში აღარ ცხოვრობს და არ გვხვდება ადამიანს, იმიტომ რომ როგორც წმინდა წერილებშიც არის ნათქვამი, ამიერიდან ის ადამიანებში ცხოვრობს თავისი სული წმინდით. დავითმა საკმარისი წონის ოქრო ვერცხლი გაიღო, იქ დასადგმელი საგნებისა და მსახურების დროს გამოსაყენებელი ინსტრუმენტების გასაკეთებლად. ახლა კი მოდით წავიკითხოთ მე-14-მე-15 მუხლები. ოქროულობა, ოქროს წონით, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის, ვერცხლის ყველა ჭურჭლისთვის, წონით ერთად, ყველა სამსახურებელი ჭურჭლისთვის. წონა ოქროს სასანთლეებისა და მისი ოქროს ლამპრებისა, თითოეული სასანთლისა და ლამპრის წონასთან ერთად. ასევე ვერცხლის სასანთლეები, მისი სასანთლეებისა და ლამპრების წონასთან ერთად, როგორც თითოეული სასანთლის სამსახურის წესია. თავარი აქ ის არის, რომ მასალების გამოყენების დროს არაფერში ჩანდა შეზღუდვა და ხელმომჭირნეობა. სიზუნწეს არა ესაქმებოდა რა ამ ტაძართან. მასზე დავითის სამეფოს დიდძალი განძი დაიხარჯა.
და არ დაგვაუწყდეს, რომ ამ ყოველივეს ისრაელის მეფე ღვთის განსადიდებლად აკეთებდა. მე-19 მუხლში წერია: ეს ყველაფერი უფლის ხელით არის ჩაწერილი. მან ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი. ეს არის შესანიშნავი მუხლი. ისევე როგორც სავანის გეგმა მოსეს, ტაძრის პროექტიც უფალმა მისცა დავითს. მანვე შეარჩია ორნანის კალო და ხედი ტაძრისთვის. უფალი შთააგონებდა და ამხნევებდა ისრაელის მეფეს, მაგრამ იმის უფლებას არ აძლევდა, რომ თავად აეშენებინა ტაძარი. მე-20 მუხლში ვკითხულობთ: უთხრა დავითმა თავის ძეს სოლომონს: მტკიცედ დეგ და გამხნევდი. ნუ შიშობ და ნუ ძრწი, რადგან უფალი ღმერთი, ჩემი ღმერთი შენთან არის. არ განგიდგება იგი და არ მიგატოვებს, ვიდრე არ შეასრულებ უფლის სახლის სამსახურის ყველა საქმეს. დავითი ანთებული იყო და ენთუზიაზმს იჩენდა ღვთის ტაძრის აშენებაში. ის ცდილობდა სოლომონისთვისაც გადაეცა ეს თავისი განწყობა და შემართება, რათა ამ უკანასკნელს ხელი მოეკიდა საქმისთვის და სასწრაფოდ შენება დაეწყო. 21 მუხლში ეუბნება ის თავის შვილს: აჰა მღვდელთა და ლევიანთა დასები, ღვთისახლის ყოველგვარი სამსახურის გასაწევად. ხარში გიდგანან ყველა საქმეში ბეჯითნი და ყველა სამუშაოს მცოდნენი. თავრები და მთელი ხალხი კი შენს ყველა ბრძანებას ემორჩილებიან. ხედავთ, დავითს სამეფოში ჰყავდა მღვდლები, მუშები, მთავრები, ლევიანები და ყოველი მათგანის გული ანთებული იყო ამ საქმისთვის. სოლომონს ისღეევალებოდა მიხოლოდა იმ გეგმას, რომელიც დავითმა შეიმუშავა. აქ დასრულდა 22 თავის განხილვა. 29 თავში კი ჩვენ ვხედავთ, რომ ყურადღების ცენტრი ტაძრიდან სამეფოზე გადადის. თუმცა დავითს სიცოცხლის ბოლო დღემდე ის ჰქონდა გულში, რომ სამეფოს ცენტრი ტაძარი ყოფილიყო. აქ ჩვენ ვეცნობით დავითის ბოლო სიტყვებს. მოდით გავიხსენოთ მოხუცი იაკობი, ვინც სიკვდილის წინ თავის ვაჟებს მოუხმო. იგივე გააკეთა მოსემაც, როდესაც სიცოცხლის დასასრულს მიუახლოვდა. იგი საჯაროდ გამოვიდა სიტყვით ისრაელის 12 შტოს წინაშე. ახლა კი დავითმაც იგივე გააკეთა. 29 თავის პირველ მუხლში ვკითხულობთ: უთხრა დავით მეფემ მთელს კრებულს: სოლომონი, ჩემი ძე, რომელიც უფალმა ამოირჩია, ნორჩია და სუსტი. ეს საქმე კი ძალზე დიდია, რადგან ეს შენობა კაცისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის, ღვთისთვის. აქ, როდესაც დავითი ამბობს, რომ სოლომონი ნორჩიაო და სუსტი, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძალიან ფაქიზი, ცხოვრებისგან გამოუბრწმედავი და გამოუცდელი ახალგაზრდა იყო. ამის საპირისპიროდ მოხუცი დავითი, მიუხედავად იმისა, რომ ამდენ მოწყალებას გაიღებდა და გულუხობას იჩენდა, ბრძოლებში გამოწვრთობილი ვეტერანი კაცი იყო. სოლომონი კი მასთან შედარებით სულ მთლად ახალბედა. მე-3 მუხლებში წერია: რაც კი შემეძლო, ყველაფერი მოვამზადე უფლის სახლისთვის, ოქრო ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლი ვერცხლის ნაკეთობებისთვის, სპილენძი სპილენძისთვის, რკინა რკინეულისთვის, ხეტყე ხეტყის მასალისთვის, აგრეთვე ონიქსის ქვები, ბუდეებში ჩასმული ქვები, ლამაზი და ფერადფერადი ქვები, ყველანაირი ძვირფასი ქვები, მარმარილოს ლოდები, უამრავი. ამასთან ერთად, ჩემი უფლის სახლის სიყვარულის გამო, მაქვს ოქროსა და ვერცხლის საუნჯე, რომელსაც ღვთის სახლს წირავ, იმის გარდა, რაც წმინდა სახლისთვის მაქვს მომზადებული. რა მშვენიერია, როდესაც ადამიანს ისეთი გული აქვს, როგორიც დავითს, ვინც თავის ცხოვრებაში ყველაზე მაღლა ღმერთს აყენებდა. და აი ჩვენ ტექსტიდან იმასაც ვიგებთ, რომ მან თავისი კერძო საკუთრებიდანაც გაიღო ტაძრისთვის. მე-5 მუხლში ვკითხულობთ: ოქროს ნივთებისთვის, ვერცხლის ნაკეთობებისთვის, ყველა საოქრო მჭედლო საქმისთვის, კიდევ ვინ შესწირავს დღეს უფალს სავსე ხელით? დავითმა მაგალითი მისცა სხვებს, თავკაცებიც და უბრალო ხალხიც ორივე გულით გამოეპასუხა. მე-7 მუხლებში წერია: და გამოიღეს უფლის სახლის სამსახურისთვის 5,000 ქანქარი ოქრო, 10,000 დრაქმა, 10,000 ქანქარი ვერცხლი, 18,000 ქანქარი სპილენძი, 100,000 ქანქარი რკინა, ვისაც კი ქვები აღმოაჩნდა უფლის სახლის საგანძურისთვის, იეხიელ გერშუნელს ჩააბარეს. ხალხმა გულუხვად და სიხარულით გაიღო შესაწირავები. სიხარული კი გამოწვეული იყო იმით, რომ მათში უფლის მადლი მოქმედებდა, რაც ცნობილი ნიშანია ღვთის კეთილი განწყობისა. ეს ასევე მოასწავებდა დიდი ხნით ადრე წამოწყებული საქმის კეთილად დასრულებასაც. მე-9 მუხლის მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ დავითსაც ძალიან უხაროდა. ის მიდიოდა იმ ქვეყნად, მაგრამ უკან უფლის საქმისთვის გულანთებულ ხალხს სტოვებდა. დავითისთვის ბევრს ნიშნავდა ის, რომ მისი ხალხი მთელი გულით სწირავდა უფლის სახლისთვის. მეგობრებო, უფალს მხოლოდ გულით გაღებული შესაწირავი მოსწონს. ზოგი ქველმოქმედებას იმიტომ ეწევა, რომ ხალხმა დაინახოს, ან სხვისი სირცხვილი აწუხებს, გასცემს და მერე აწუხებს მას ეს. ასეთ ქველმოქმედებას ჯობია საერთოდ არ გაიღოს კაცმა. კაცემას სიხარული უნდა ახლდეს თან, მხოლოდ მაშინ აქვს მას ფასი. მეორე კორინთელთას მე-9 თავის მე-7 მუხლში ვკითხულობთ: ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებით თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
ზუსტად ასე იქცეოდნენ ახლა ისრაელიანებიც. ისინი მხიარულებასა და სიხარულში იყვნენ. მე-10 მუხლში აკურთხა დავითმა უფალი მთელი კრებულის თვალწინ და თქვა: კურთხეულ ხარ უფალო ისრაელისა და ჩვენი მამა პაპის ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე. მიაქციეთ ყურადღება. დავითმა ღმერთს ისრაელის მამა უწოდა. ძველ აღთქმაში ღმერთს ცალკეული ადამიანი მამად არ მოიხსენიებს. თავად დავითს არასოდეს დაუძახნია უფლისთვის მამა. ღმერთიც მას თავის მორჩილს უწოდებს. ეს ძალიან საინტერესოა. მოსეს კანონი არ აძლევდა ადამიანს ღვთისმშვილობას. ამას ჩვენ მხოლოდ იესოს რწმენით ვიძენთ. ახლა კი მოდით განვიხილოთ შესანიშნავი ლოცვა, რომელიც დავითმა თავის სამეფოსთვის აღავლინა. მე-11 მუხლში ვკითხულობთ: შენია უფალო დიდება, ძლიერება, ქება, ძლევა და დიდებულება, ისევე როგორც ყოველივე ცაზე და ქვეყანაზე. შენია უფალო მეფობა, ყველაზე აღმატებული ხარ თავრად. განა არ გეცნობათ ეს სიტყვები? ამის მოსმენისას გვახსენდება ის ამბავი, როდესაც მოწაფეებმა სთხოვეს იესოს, რომ მათთვის ლოცვა ესწავლებინა. იმ დროს ქრისტემ ლოცვის ნიმუში მისცა მათ, რომელშიც ჩვენ აშკარად ვპოულობთ დავითის ლოცვასთან მსგავსებას. სიტყვები მოვიდეს სუფევა შენი გულში ჰქონდა დავითს. ეს სიტყვები მოკლედ და უბრალოდ გამოითქმის, მაგრამ სწორედ მათში მოიყარა თავი საუკუნეების მანძილზე მცხოვრები ადამიანების იმედმა და მისწრაფებამ. აქ ჩვენ ვხვდებით წმინდა წერილების და ძველი აღთქმის ერთ-ერთ უდიდეს ლოცვას. ის არის ყოვლის შემცველი, ბრწყინვალე, აღსილია თაყვანისცემით, დიდებით და მადლიერებით. ეს ლოცვა უკუაგდებს ადამიანის დამსახურებას და აცხადებს მის სრულ დამოკიდებულებას ღმერთზე. იგი ავლენს თვითდამდაბლებას, აღსარებას და ღმერთისადმი თავის მიწყვნას. ის აღიარებს, რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის. დავითი აღიარებს, რომ სამეფოც ღმერთის არის. სწორედ ეს ჩამოაყალიბა და ასწავლა თავის მოწაფეებს იესომ. თავად სამეფოს კონცეფცია, რომელიც წმინდა წერილში გვხვდება, არის როგორც მარადიული, ასევე დროებითიც. ეს არის ყოვლის მომცველი სამეფოც და აგრეთვე ადგილობრივი სამეფოც. ზოგადად, რომ ვთქვათ, ეს არის ზეცის დედამიწაზე მეფობა. ესე იგი, ზეციურის მმართველობა მიწიერზე, უფრო მაღალი და უპირატესისა დაბალზე. როდესაც ღმერთმა ადამი შექმნა, უფალმა მას ბატონობა მიანიჭა დედამიწაზე. რა იგულისხმება, როდესაც ნათქვამია შენია მეფობა, ეს არის ღმერთის მმართველობა დედამიწაზე, რომ დედამიწა მას ისევ მთლიანად დაექვემდებაროს და რომ დაბრუნდეს ის ღმერთის მმართველობის ქვეშ. იმედი მაქვს, არ ფიქრობთ, რომ დღეს დედამიწას ღმერთი მართავს. ეს რომ ასე იყოს, მაშინ არ გვექნებოდა გულგატეხილობა, ცრემლები, გაცრუებული იმედები და ომები. ჩვენ ამ სამეფოსთვის უნდა ვლოცულობდეთ, მაგრამ ეს სამეფო ღმერთის მიერ დადგენილი გზით მოვა. ღვთიური ოქმის მიხედვით მოვა და ღვთიური პირობები დაცული იქნება. ადამიანი ვერ შეძლებს ამ სამეფოს აშენებას ქვეყანაზე. მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს შეუძლია მისი დაფუძნება. რამე თუ დაწერილია, შენია სუფევა. ვერნონ მაგის აზრით, მამაო ჩვენო არ არის საზოგადო სახალხო ლოცვისთვის, არც საკვირაო მსახურების ბოლოს დასამატებელი რიტუალი. ვფიქრობთ, ეს კარგია პიროვნული ლოცვებისთვის. სიტყვა შენია სუფევა კი უნდა იყოს ყოველი მორწმუნის ლოცვა. დავითი მოელოდებოდა ამ სამეფოს დედამიწაზე მოსვლას და მეგობრებო, როდესაც ამის დრო დადგება, ეს ნამდვილად დიდებული რამ იქნება. მე-14 მუხლში წერია: ვინ ვარ მე, ან ვინ არის ჩემი ერი, ამდენის შემოწირვა რომ შევიძელით, რადგან ყოველივე ეს შენგან არის, ეს ყოველივე შენი ხელით მოცემული შემოგწირეთ. საინტერესო გარემოება ის არის, რომ ღმერთს თქვენ ვერაფერს მისცემთ, რადგანაც ყველაფერი იმ თავითვე მისია, მაგრამ მას შეუძლია თქვენი კურთხევა და როდესაც მისაცემელს აძლევთ, ის ნამდვილად გაკურთხებთ. ჩვენ ღარიბები ვართ და ღვთის მიმართ არ ვართ გულუხვები. უფალი მაშინ გვაკურთხებს, როცა ჩვენ გავხსნით მის მიმართ გულს. მე-16 მუხლში ვკითხულობთ: უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი სიმდიდრე, რაც ჩვენ მოვამზადეთ, შენს წმინდა სახელზე სახლის ასაგებად, შენი ხელით არის მოცემული და შენია ყოველი. ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ ეს კარგად შევიგნოთ. ახლა სოლომონი ტახტზე ადის. ახლა კი, როდესაც ისრაელიანებმა შესაწირავები მიუძღვნეს ღმერთს, მათ სოლომონი მეფედ დააყენეს. 22-23 მუხლები მოგვითხრობს. იმ დღეს დიდი სიხარულით ჭამდნენ და სვამდნენ უფლის წინაშე. მეორე დღეს კი სოლომონ დავითის ძე გაამეფეს. უფლის წინაშე იგი წინამძღოლად ცხეს, ხოლო ცადოკი მღვდლად
დაჯდა სოლომონის საუფლო ტახტზე მეფედ დავითის მამამისის ნაცვლად. წარმატებული იყო და მთელი ისრაელი ემორჩილებოდა. სოლომონს მთლიანი, გაერთიანებული სამეფო ემორჩილებოდა და იგი სრული სამეფო ავტორიტეტით სარგებლობდა და ასე იყო ეს დავითის სიკვდილამდეც. 26-28 მუხლები გვეუბნება, რომ დავით იესეს ძე მეფობდა მთელს ისრაელზე. 40 წელიწადს იმეფა მან ისრაელზე. აქედან 7 წელიწადი ხებრონში იმეფა, 33 იერუსალიმში. მოკვდა კეთილსიბერეში, მაწყარი წლებით, სიმდიდრითა და სდიდებით. მის ნაცვლად სოლომონი გამეფდა. ეს არის ღმერთის მიერ მოცემული მადიანე. უფალს უნდა რომ ვიცოდეთ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას დავითთან. ახლა შეიძლება ვინმეს თვალში არ მოსდის დავითი, მაგრამ ღმერთს მოსწონს იგი. მე მოხარული ვარ, რომ უფალს უყვარდა დავითი და ასე მოექცა მას. მოიხსენებათ ღმერთმა აკურთხა იგი. იმიტომ რომ დავითი ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი იყო. სწორედ ეს გვამხნევებს ჩვენც, ვინაიდან ჩვენც ასეთივე უბრალო ადამიანები ვართ. ასე რომ სიმკაცრეში უფალი მოწყალებასაც არ მოგვაკლებს. უფალი კეთილია, გასაოცარი და შესანიშნავი. მე და თქვენ ძვირფასო მსმენელებო, ვერ ავუშენებთ მას ტაძარს, მაგრამ ის კი შეგვიძლია რომ მივუძღვნათ მას ჩვენი სხეულების ტაძრები. უფალი ბევრს ვერაფერს იძენს ჩემი შეძენით, მაგრამ საბედნიეროდ მე მაინც მას ვეკუთვნი. ორ სიხარულის მომგვრელია ის, რომ უფლისადმი ვართ მიწვნილნი. აქ დავასრულე 29 თავის განხილვად. გმადლობთ. მოგესალმებით. პირველ ნეშთა წიგნის ბოლო თავებში 22-ში და 29-ში საკუთარ სახელებს ბევრს არ ხვდებით და რომელი საკუთარი სახელებიც გვაქვს ჩვენთვის უკვე ძალიან ნაცნობი უნდა იყოს. სახელები ჩვეულია: დავითი, ისრაელი, იერუსალიმი, სოლომონი, იუდა, ლევი და მათი სახელები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი გახდა. განსაკუთრებით სახელი დავითისა, რომელიც არის უფლის მიერ შეყვარებული. თარგმანში არის ხოლმე მხოლოდ ვაზლიუბლენი, მაგრამ ნამდვილად იგულისხმება, რომ დავითი ჯერ უფლის მიერ იყო ამორჩეული, გამორჩეული, შეყვარებული. დავით მათ მთელი თავისი გულით ღმერთს სიყვარულით უპასუხა და ამით იყო იგი გამორჩეული პიროვნება. რაც დავითზე წერია, არ იფიქროთ, რომ ეს მხოლოდ იმ პატარა მეცხვარეს ეკუთვნოდა, რომელიც მერე ღმერთმა მეფედ აქცია. ჩვენ თითოეულ ჩვენთანაც შეგვიძლია ჩვენ დავითები გავხდეთ, თუ ღმერთს მის დიდ სიყვარულით ვეუპასუხებთ და ჩვენ პირველ რიგში ჩვენი თავის დამწყებს ვაგმართებს, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენთანში არის ის ჯიუტი ცხარი ჩაბუდებული, რომელსაც ღმერთი დროდადრო კვერცხს ჩაარტყავს ხოლმე სხვადასხვა მოვლენები ჩვენ ცხოვრებაში, რომ სწორ გზაზე დაგვეყანოს. და ჩვენ უნდა გავხდეთ ლევიტელები, ღმერთს უნდა მივეწებოთ და ღმერთს უნდა ვემსახუროთ მთელი ჩვენი გულით და გავხდებით იუდა, გამმადიდებელი ღმერთისა. გულში დაგვიმტკივდება იერუსალიმი, შვიდობის უფლობა. და უკვე გავხდებით ისრაელი, ღმერთით გამმარჯვებელი, ღმერთის თავადები, კნязь ბოგა. ეს იგი ღმერთში უფლისწულად დასახელებული მემკვიდრად დანიშნულები. არ მინდა რომ გავიმეორო, რაც ჩემს წინ ვინც იყვნენ იმათ თქვეს, თუმცა ბევრი რაც მე მომზადებული მქონდა ციტატები, ის არის რაც უკვე აქ გაისმა. ამიტომ შევეცდები ცოტა რაც განსხვავებული მაქვს, იმაზე გადავიტანო თქვენი ყურადღება. ტაძარი ამ თავებში არის სიმბოლო იმ ცოცხალი ტაძრისა, რომელიც აშენებული იქნება ცათასასუფეველში და რომელიც ახლა შენების პროცესშია. ეს აქ სულიერი ტაძარი იგულისხმება. ცათასასუფეველია უფლის დიდების ტახტი. ის ტაძარი, რომელიც შემდეგ სოლომონმა ააგო დავითის ძალიან კონკრეტული და დეტალური მითითებებით, იყო უბრალოდ შენობა აშენებული იერუსალიმში. და თვითონ დავითიც აღიარებს, რომ ეს შენობა რაც არ უნდა ოქროთი მოოჭვილი ყოფილიყო და ძალიან ბუმბერაზი შენობა იმ დროისთვის არქიტექტურული სასწაული, ეს მაინც იყო ღმერთის ფეხთა დასადგმელი. აი რუსულად უფრო კარგად ჟღერს. Подножие ногам Бога нашего. იქ ღმერთის ფეხი უნდა დადებულიყო. ესე იგი ნამდვილი ტახტი. ღმერთი არის ჩვენი მეფე. მისი ტახტი არის ზემოთ ცაში. და ამაზე წერია ესაა წინასწარმეტყველთან 6:1-2. ვიხილე უფალი დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მისი სამოსელის კალთები აფსებდა ტაძარს და სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ. აი ნახეთ, ამ მეფეს ღმერთს, რომელსაც ტახტი ცათასასუფეველში უდგას, მას სერაფიმები, ანგელოზები ემსახურებიან. ხოლო ვინც მის ფეხთა საღრთენან არიან ცოდვილი ადამიანები, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღეს გულში, ესაც ღმერთის დიდი სიყვარულით მოხდა, რომ მათ შემოიბრუნეს 180 გრადუსით თავიანთი გულების, ცოდვილი გულების მდგომარეობა ღმერთისკენ მიმართეს თავიანთი გული და დამიზნულობა და გახდნენ მის ფეხთა საღრდენის თაყვანისცემლები. დავითის ფსალმებში ეს დაწერილი არის 98 ფსალმში და 121 ფსალმში. აქ ხაზგასმულია სწორედ ამ სიტყვაზე. თაყვანი ეცით მის ფეხთა საყრდენს, წმინდაა იგი.
მივიდეთ ღმერთის სადგომში და თაყვანიცეთ მის ფეხს და საყნელსო, ესეც მეორდება 131 ფსალმოში. თუ ბავშვებს დაელაპარაკებით თვის სასუფაოზე, იმას უფრო ადვილად წარმოუდგენია, რომ დიდი უშველესებელი სავარძელი თუ ტახტი არის ცაში და იქ რომ ზის ღმერთი, მისი ფეხებისთვის მისაწვდომი თითქოს დედამიწაზე არისო. ეს ძალიან მარტივად მულტიპლიკაციურ დონეზე რო წარმოვიდგინოთ, მაგრამ თუ ჩვენ უკვე მოწიფულ ქრისტიანობას ვჩემულობთ, აქ უფრო სხვა აზრები უნდა ჩავდოთ და არ უნდა წარმოვიდგინეს ესე მარტივად მულტიპლიკაციის დონეზე. ჩვენ უნდა გავიგოთ ეს სულიერად და სულიერად გულისხმება ის, რომ ნამდვილი მეფე ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს არის ჩვენი ღმერთი და ჩვენ უბრალოდ მისი თაყვანისმცემლები ვართ დედამიწაზე არასრულფასოვნად, როცა ისევ ცოდვილები ვართ და ვერ გვძვის ჩვენში ჩაბუდებულ სოდვას და ვცდილობთ რომ შევიმოსოთ ქრისტეს სამართლიანობით, დედამიწაზე ვართ და იქვე თაყვანებით. ის მომენტი რომ დავითი იყო ომების კაცი, მთავარსარდალი, სისხლიც ჰქონდა დაღვრილი და ამიტომ მას არ მისცა ღმერთმა უფლება, რომ აეშენებინა ტაძარი, ხოლო სოლომონი იყო მშვიდობიანი, მირნი, მისი სახელიც შალომთან არის ახლოს, იმაზე მეტყველებს, რომ მშვიდობამ უნდა დაისადგუროს ადამიანის გულში, რომ მან სათანადოდ დაიწყოს ღმერთის თაყვანისცემა. და სულიერად თუ ამას გადავიტანთ ქრისტიანების თანამედროვე ნამდვილი ჭეშმარიტი ქრისტიანების პარალელურად, მაშინ ესე წარმოვიდგინოთ. შეიძლება გარედან ომი გქონდეს, ვიღაცა გებრძოდეს, დაგდებდეს, შენ გარბოლდე, ტოლვილი იყო, მაგრამ თუ შენს გულში შვიდობა სუფევს, უკვე სოლომონი ხარ და აი ამ შვიდობის დროს, გულში რომ შვიდობა გარშემო იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რა თქმა უნდა სასურველია თუ გარეთაც სიმშვიდეა, მაგრამ როდესაც გულში არის სიმშვიდე, მაშინ ხდება უფრო კარგი, ნამდვილი სათანადო თაყვანისცემა. ჩვენ სანამ შვიდობას არ მოვიტოვებთ, ღმერთს უნდა შევეხოთ, რომ შვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულში, მანამდე ვერ მოვახარხეთ იმ ნამდვილი ტაძრის აშენებას, ღმერთი რო გვეუბნება, რომ თქვენში უნდა აშენდესო. საქმე მოციქულაში შვიდობასთან დაკავშირებით ასეთი ტექსტია მოწოდებული. ეკლესიას, ესე იგი ქრისტიანების გაერთიანებას, მაშინ შვიდობა ჰქონდა. შენდებოდა ეს ქრისტიანული ეკლესია პირველ საუკუნეში, უფლისშიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სული წმინდით ნუგეშცემული. ჩვენ ვიცით, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები საშინლად დასწრებდნენ. ის ეკლესია ჩუმად იკრიბებოდა, მაგრამ მაინც იმიტომ მრავლდებოდნენ, რომ ამ დარბევებისა და დევნის მიუხედავად მათ გულში სიმშვიდე ჰქონდათ, რწმენა იყო მათში შესული, სული წმინდა იყო მათზე გადმოსული, რომ მათ მომავალი წინელოდათ და მათი ნამდვილი ღმერთი იყო ის ცოცხალი ღმერთი, რომელმაც თავისი ძე გამოაგზავნა მათ გადასარჩენად. და ესეთ მშვიდობისკენ მოგვიწოდებს ჩვენ ღმერთი. ამიტომ არ არის შემთხვევითი, როგორც აღნიშნე ის მომენტი, რომ ომების პიროვნებას სისხლის დამრღვევს დავითს არ მიეცა უფლება და ეს მიეცა მის ძეს. გარდა ამისა, სოლომონი არის წინასახე ღვთისძისა, ესე იგი იესო ქრისტეს წინასახია და ამ უხლებში ეს ძალიან კარგად ჩანს. თუნდაც სახელიდან ამოვიდეთ. მეორე მეფეთა წიგნის მე-12 თავში წერია, რომ როდესაც იგი დაიბადა, შვა ბატშებამა ვაჟი უწოდა მას სახელად სოლომონი. და ნათან წინასამტყველის პირით კი მას დაერქვა სახელი იედიდია. ერთ-ერთ ვებსაიტზე ვიპოვე ამ სახელის იედიდიას უფრო დაწვრილებითი გადათარგმნა. იგი ზოგადი გადათარგმნა იყო უფლის მიერ შეყვარებული, თითქოს დავითის სინონიმი ხდებოდა იედიდია, იქაც დგასოები ბლომად არის, მაგრამ აი ეს თარგმანი რაც ვიპოვე გუშინ, ეს იყო სიტყვით უფალთან ხელი ხელ ჩაკიდებული. ახლა მართლაც უნდა იყო ძალიან ახლობელი იმ პიროვნების, რომ ხელი ჩაკიდოს და მასთან ერთად იარო. და ეს გაგება მართლაც ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ გაგახსენებს სიტყვას პედაგოგს, როდესაც მოზრდილი ხელს კიდევს პატარას და სწორი მიმართულებით მიხავს. მანქანაზე გადასასვლელი იქნება თუ ხრამში რო არ გადავარდეს გადასავარდნთან ახლოს, რომ ხელში მოკიდებული ყავს და ესე მიყავს. და ამიტომ რა კარგი იქნება თუ თითოეული ჩვენთაგანი კარგად ჩავკიდებ ხელს და ჩავებღაუჯებით ღმერთს და ეს იქნება ჩვენი სულიერი ხელის ჩაბღუჯება და ხელის ჩაკიდება ბიბლიით და გავხდებით იედიდია ამ გაგებით. ესე იგი ჩვენს გულებში ისადგურებს სიმშვიდე, მე ვართ ღმერთის მიერ შეყვარებულნი, ჩვენც მას სიყვარულით ვპასუხობთ და ხელი ხელ ჩაკიდებული მივდივართ ჩვენს ცხოვრების გზაზე. შეიძლება გარედან თავდასხმები იყოს, იმიტომ რომ გაგვაფრთხილა უფალმა დევნილი იქნებითო, შეჭირება გექნება დედამიწაზეო, მაგრამ გულში კი სიმშვიდე იქნება და ღმერთი წაგითხრებათ ყველგანო. სოლომონი რომ ძე ღვთისას წინასახია, იმ ადგილებიდანაც ჩანს, რომ როდესაც დავითს პირდება ღმერთი, რომ მისი ძე ააშენებდა ტაძარს და იმეფებდა, იქ რამოდენიმე ადგილას სიტყვაზე მარადიულად, სამარადისოდ ამაზეა ხაზი გასმული. სოლომონს თავისი ადამიანური ბუნებით, თავისი ფიზიოლოგიით
მარადიულად არ უცოცხლია, რა თქმა უნდა, მას თავისი დრო ჰქონდა და მერე გარდაიცვალა და მისმა საგვარეულომაც დღევანდელ დღემდე არ მოატანა სამარადისო მისი ადამიანური გვარტომობა არ იყო და რა თქმა უნდა აქედან უკვე ჩვენ ქრისტიანები ვგებულობთ რომ სოლომონში მოიაზრებოდა ძე ღვთისა იესო ქრისტე, რომელიც არის წოდებული როგორც დავითის ძე. ესე იგი, თუ ამ ტექსტში სადმე გვხვდება მარადიულად სოლომონის ტახტის მეფობის გაგრძელება, აქ აუცილებლად იესო ქრისტეა ნაგულისხმები. ესაიასთან ამაზეა საუბარი და ეს ყველასთვის ცნობილია, ყველა ქრისტიანისთვის ეს ძალიან პოპულარული ტექსტი, რომ ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა, მის მხრებზე დაივანებს მართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი, მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. იგი კნიაზ მირა, სიმშვიდის მთავარი. განივცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე. აი ეს სიტყვა მშვიდობასი შალომ არის ნახსენები. აი ამ სიტყვით ეხმიანება და პარალელი არის სიტყვა სოლომონი და იესო ქრისტესთან. და ეს ყველაფერი ხდება რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლით და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე და ესაიას პირით ღმერთი გვპირდება. საბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას. ეს არის ის წინასწარმეტყველი, რომელმაც თავის წიგში ნათლადი წინასწარმეტყველად თუ რა შეემთხვეოდა ძე ღვთისას, იესოს, რომ იგი ეწამებოდა ჩვენს ცოდვებს თავის თავზე, აიღებდა ჯვარზე გაეკვრებოდა და ამის ნათელი სურათებიც გვაქვს იესოზე ესაია წინასწარმეტყველთან. და აი ეს რამოდენიმე სიტყვაც რომ არ ექნება დასასრული მის მეფობასო, სწორედ სოლომონს გვახსენებს და ამ შემთხვევაში უკვე სოლომონზე კი არ ელაპარაკი, არამედ იესო ქრისტეზე, რომ არის ძე ღვთისის წინასახე. ლუკას ახარებაში, როდესაც ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადება მარიამს, იქაც ზუსტად ეს სიტყვებია ნახმარი. უკუნისამდე იმეფებს იაკობის სახლზეო. დაუბნება გაბრიელ ანგელოზი, დაორსულდები და გაგიჩნდება ძე, რომელსაც სახელად იესოს დაარქმევ. დიდი იქნება ის და იზვენაესიც ძედ იწოდება. აიქაც ისევ ძის მოტივი, რომ სოლომონი უნდა ფართოდი ყოფილიყო გაგებული, რომ იგი არის ძე ღვთისა, იესო ქრისტეს წინასახე. რაც შეეხება ადამიანს სოლომონს, დავითის ფიზიოლოგიურ შვილს სოლომონს, მასზე ძალიან ნათლად წერია 22 თავის მე-9 მუხლში. მას პირობა აქვს წაყენებული და პირდაპირ ესეა. ასე ვკითხულობთ, თუ ეძიებ უფალს, იპოვი, თუ მიატოვებ უფალს, სამუდამოდ უარყოფს უფალიო. ამას არანაირად ღმერთი და სულიწმინდა არ მიმართავდა იესო ქრისტეს, იმიტომ რომ იესო ქრისტეს არასოდეს მამა არ უარყვია, იგი არის სრულყოფილი ღმერთი, წმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტაზი და მას არანაირად არ ეტყოდნენ რომ თუ მიატოვებ უფალსო. ასე რომ აი ეს სიტყვები თუ ეძებ უფალს, იპოვი და თუ მიატოვებ უფალს სამმარადისოდ უარყოფს იგიო, რა თქმა უნდა, ადამიანს სოლომონს დავითის ფიზიოლოგიურ შვილს ეკუთვნის. აი ეს მოტივები რომ უნდა ეძიო ღმერთი ამის პარალელური ადგილი მესიჰ ჰენრის მოწოდებული აქვს ებრაელთა წერილში მე-11 თავის მე-6 მუხლში. წმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონი ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს რომ ღმერთი არსებობს და თავის ანუ ღმერთის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს. დავითი მოუწოდებს თავის შვილს სოლომონს რომ ღმერთი ეძებოს, ხპირდება რომ თუ ეძებ მას კარგად იქნებიო და თანეუბნება დაჟინებულად უნდა გააკეთოს იგი. რუსულში უფრო კარგი სიტყვა ნახმარები. ნასტოიჩივას, უპორსტვა, სტოიკას, უსიჩივას. აი ქართული გადათარგმნა დაჟინებულობა უფრო რაღაც უარყოფი დატვირთვას ატარებს. თითქოს რაღაცას აიხირებ და დაჟინებული ხარ რაღაცაში. მაგრამ უბრალოდ ქართულიანი სიმწირისა გამო სხვანაირად არ ითარგმნება სიტყვა ნასტოიჩივას. მეთი ჰენრი გვეუბნება რომ შეუპოვარი, აი ეს უფრო კარგი სიტყვა, მადლობა მომაწოდეთ. შეუპოვრობა არის ის, ვინც მეფის გვირგვინს ატარებსო. შეუპოვრობით გვირგვინს ვერ მოიპოვებ. გვირგვინის მისაღებად უფლის რჩეული უნდა იყო. ღმერთმა უნდა ამოგირჩიოს ამ დიდი პატივისთვის, მაგრამ სამეფო გვირგვინის შენარჩუნება თუ გსურს, გამუდმებული მონდომება გმართებს. შეუპოვრობა, დაჟინებულობა კარგი გარგებით. და ამ შემთხვევაში შენ გახდები მეფის გვირგვინის მატარებელი, არა მხოლოდ ცოტა ხნით, იმიტომ რომ ღმერთმა მოგცა ეგ გვირგვინი, ამოგირჩია. გახადა შენი პატარა ქრისტიანული ოჯახის მეფე. თანამედროვე ჩვენ ცხოვრებაში მეფეები არ არიან, განა ის მამები, რომლებიც შვილებს ქრისტიანულად ზრდიან, რომელთაც ყავთ თავიანთი მეუღლეები და მეუღლესთან ერთად ცდილობენ, რომ ქრისტიანული ფასეულობები ჩანერგონ თავიანთ შვილებში, არა ჩიჩინით, არამედ მაგალითით. და ღმერთის გეუბნება, მე თქვენ გაგაცანით ჩემი თავი, გაგაცანით ჩემი სიტყვა, თქვენამდე მოვიდა ბიბლია, ასე რომ თქვენ გახდით რჩეულები, მაგრამ ეხლა თქვენ უნდა გამოიჩინოთ შეუპოვრობა და დაჟინებულობა, მონდომება მთელი გულით ეს უნდა გამუდმებულად მოხდეს, რომ ეს თქვენ შეინარჩუნოთო. აქ უკვე ითქვა, რომ მოსეს ეჩვენა მთაზე, თუ როგორი უნდა გაეკეთებინა მას კიდობანი, შემდეგ ეს უდაბნოში რა გააკეთეს, ხოლო დავითმა თავის შვილს გაანდო, რომ უფლის ხელით იქნა ჩაწერილი ის, რაც მან სოლომონს დაუტოვა. დავითი ამბობს,
უფალმა ჩამაგონა გეგმის ყოველი წვრილმანი აღსასრულებლადო. ამას ვკითხულობთ მე-19 მუხლში, 22 თავში პირველ ნეშტად წიგნი, რა თქმა უნდა, ნაგულისხმები. პარალელურად რო გადავიტანოთ ტაძრისა, რომელიც მაშინ იქნა შენებული და სულიერ ეკლესიასთან, ეს არის წინასახე ისევ ძველ აღთქმაში მოწოდებული ქრისტიანებისა, რომლებიც შენდებიან ცოცხალ ტაძრად, ასეთი შედარება მოდის. ეკლესია არის სახარებისეული ტაძარი. ეკლესია აშენებული არის მამა ღმერთის მიერ ცოცხალი ქვებით. ცოცხალ ქვებში იგულისხმებიან, მოიაზრებიან გაქრისტიანებული ებრაელები, ან უფრო მეტი დიდი წილით გაქრისტიანებული წარმართები. ახლა ჩვენ, რადგან ქართულად საუბრობთ, უმეტესად ქართველები ვართ, შეიძლება თითო ერთი ადამიანი ებრაელი შემოგვერიოს, რომელსაც წინაპრები ებრაელი ყოლიათ, მაგრამ უკვე ჩვენთან ეს სხვაობა იშლება. და უკვე ჩვენ ღმერთის თვალში თანაბარნი ვართ და ხვდებით ცოცხალი ქვები. და აქედან ღმერთი აგებს ცოცხალ ტაძარს. ესე იგი, დავითმა თავის ძე სოლომონს დააბარა, რომ ტაძარი აეშენებინა იერუსალიმში, ამისთვის ყველაფერი დაუტოვა, მაგრამ ბიბლიაში ეს ამბავი ჩვენთვის მოთხრობილი არის ჩვენთვის ჭკუის სასწაულებად და სულიერ სიფრთხეში გადმოსატანად, რომ 21 საუკუნეში ჩვენ თავში გქონდეს არა ის ქვები და რომელი ზოდი რამდენ სიწონი და ამ სულ რამდენი ვერცხლიან სპილეძი დაგროვდა. ესეც საინტერესოა, ესეც ამასაც უნდა ჩაუღმავდეთ და დაუკვირდეთ, მაგრამ უფრო მთავარია, რომ ჩვენ გქონდეს იმის სურვილი ყოველ დღე გავხდეთ ცოცხალი ქვები, რაზეც პეტრე საუბრობს თავის პირველ წერილში, მეორე თავის მეხუთე მუხლში. აშენდით როგორც ცოცხალი ქვებიო, living stones, სულიერ სახლად და ეს ტაძარი ხდება სულიერი სახლი. შემდეგი შედარება კიდევ. ქრისტე არის ჭეშმარიტი ღვთიური ხელთუქმნელი ტაძრის ქვაკუთხედი. როცა ორი კედელი ერთმანეთთან ერთდება, იქ ქვაკუთხედია საჭირო და ქრისტე არის ის ლოდი, რომელიც ქვაკუთხედად ამ სულიერ ტაძარში უნდა ჩადებულიყო და ეს ლოდი ადამიანების მიერ იქნა დაწუნებული. ამ ადამიანებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იგულისხმებიან ის ფარისევლები, ის ძველი აღთქმის ზეპირად მცოდნენი, რომლებიც ამით ტრაბახობდნენ, მაგრამ მათ ეს ლოდი როგორც ქვაკუთხედი ვერ შეიცნეს და ტაძარი რო ღმერთ ჩაფიქრებული ქონა და უკვე აშენებდა იგი საუკუნეების განმავლობაში, იქ მათ ვერანაირი მონაწილეობა ვერ მიიღეს და გახდნენ მკვდვრები. და ჩვენ ღმერთი მოგვიწოდებს, რომ გავხდეთ ცოცხალი ქვები, living stones. ცათესასუფლებელი არის მარადიული ტაძრის ადგილმსამყოფელი და ღმერთი ჩვენ გვეუბნება, ჩამოდით ჩემთან, მოდით ჩემთან. ისრაელში მაშინ ესეთი მკაცრი წესი არსებობდა, რომ წელიწადში ორჯერ მაინც სასურველიყო ყველა დღესასწაულზე, ყველა კუთხიდან ისრაელისა ხალხი ჩასულიყო და თაყვანიაცად ღმერთისთვის. და ჩვენთვის ეს დიადი დღესასწაული გამზადებულია და ღმერთი ამას უკვე საპატარძლო ნადიმს უწოდებს. აი ამ ქორწილში ჩვენ დაპატიჟებული ვართ, იქნება ძალიან დიდებული დღესასწაული და ღმერთი გვეუბნება, ჩამოდი ჩემთან, თაყვანი მეცით. იქ არის ცოცხალი ტაძარი, სადაც უნდა იქნას თაყვანისცემა ჩატარებული და ეს მოხდება საოცრად კარგად, ოღონდ მთავარია იქ ჩასასვლელად ჩვენ სამოსელი გქონდეთ. ამ სამოსელს ჩვენ ვერანაირი ოქროთი და დოლარებით ვერ შევესყიდით. ეს სამოსელი არის, რომელიც ჩვენ უფასოდ გვეძლევა, მაგრამ ამ სამოსელს ღმერთი აძლევს მხოლოდ იმათ, ვინც რწმენით და ქრისტეს სამართლიანობით შეიმოსებიან. აი ეს სამართლიანობა, რომელიც ჩვენ არანაირად არ გაგვაჩნია, იმიტომ ჩვენი სამართლიანობა როგორც წირით დაბინძურებული, დატალახიანებული, ჭუჭყიანი ტასაცმელია, ეს ჩვენი კეთილი საქმეები გულისხმება. ჩვენ ვერანაირად ამ ტასაცმელს სადასასრულში ვერ შევალთ. პირიქით, გაგდებული ვიქნებით. ჩვენ უნდა ჩავიცვათ სხვა სამოსელი, რომ ამ ქორწილში დაგვთხოვნება და შევიდეთ იმ ნადიმზე და პატივი გქონდეს როგორც მიწვეულებს და ჩვენს პატივისცემა გამოვამშყავნოთ. ამ ყველაფერ ამ დიდ საქმეს, ამ დიდ პროექტს რო უტოვებს დავითი თავის შვილს სოლომონს, თან ამხნევებს კიდეც და ამაგრებს. და ეს სიტყვები მოდი დავივიწყოთ, რომ თავის შვილს ფიზიოლოგიურ უშუალო ადამიანს სოლომონს ეხებოდა. ისეთი ძვირფასი სიტყვებია, რომ ჩვენს მისამართით შეგვიძლია წავიკითხოთ. და რამდენჯერ ყოფილა ესეთი მდგომარეობა, რომ კითხულობ შენთვის ბიბლიას და უცებ ერთი წინადადება, ერთი ფრაზა მოხვდება შენს გულს და უცებ ესეთი განცდა გაქვს და მართლაც ეგრეა, რომ ეს ფრაზა შემთხვევით არ იყო, რომ შენ იმ დღეს წაიკითხე, ეს შენ გეხებოდა და ღმერთი შენ მოგმართავდა და გეუბნებოდა. არ დაგაგდებ, არ მიგატოვებ, ნუ შეგეშინდება და ნუ შეწრწუნდები. მტკიცე დიდექი, გაბედულად იყავი და შეუდექი საქმეს. აი მითხარით აქ. ყველგან ისეთი ზოგადი ფრაზაა, რომ იმას ეკუთვნით, ვინც ამას გულითა და სიყვარულით წაიკითხავს. თუ ათეისტი ხარ და ფილოსოფოსი, რომელსაც მხოლოდ გჭირდება ბიბლია წაიკითხო, იქიდან გასაპრანჭად და ესე იგი სხვებისთან რო თავი მოიწონო, ამ ადგილებს ღმერთი არ წაგაკითხებს. ან გადაახტები, ან ვერ გაიგებ, ან ვერ დაუკავშირებ კონტექსტს, ან უაზრო წაიკითხავ. მაგრამ ჩვენ ამას რო წავიკითხავთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რომ ეს კონკრეტულ სიტუაციას ეხება, ისტორიულ ფაქტს. დავით მეფე არ იყო გამოგონული პიროვნება, არც სოლომონი. ეხლა არაბები და პალესტინელები ძალიან ცდილობენ, რომ ეს დაუბრუნონ ხალხს, ათასობით, მილიონობით პიროვნებას მითით
თავიანთი გონება თითქოს ეს ყველაფერი ებრაელებმა მოიგონეს. არანაირად. ისტორიკოსებისთვის ეს ცნობილი ფაქტია, რომ ისინი ნამდვილად არსებობდნენ. ამისი უტყუარი მასალა არსებობს, რომელიც სხვა ქვეყნის ისტორიკოსებმა დადეს თავიანთ ქვეყნების არქივებში და შემდეგ ეს შეგროვდა და ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნამდვილად ესენი არსებობდნენ. და უკვე იქიდან გამომდინარე ღმერთი გვეუბნება ჩვენთვის ამ ამბავს დებს და გვაცნობებს. ამის პარალელური ადგილები გამხნევებისა, როგორც დავითი ამხნევებს სოლომონს, გვაქვს ჩვენ იესო ნავესძის წიგნში. და იქ მიაქციეთ ყურადღება, ეს ძალიან ძვირფასი სიტყვებია, იმიტომ რომ როდესაც ღმერთი იესო ნავესძეს მიმართავს, ელაპარაკება რჯულის წიგნზე, მაგრამ მოდით რჯულის წიგნის ადგილას ბიბლია, ღვთისწერილი ჩავდოთ და უკვე ჩვენ გვეხება ეს. ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი, ანუ ბიბლია შენს ბაგებს. ბიბლიაზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებად ყველაფერი, რაც ბიბლიაში წერია. რადგან მაშინ წაგემართება შენი გზები და მოგემართება ხელი. აჰა, მე გიბრძანებ შენ, გამაგრდი და გამტკიცდი. ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი. შენი ღმერთი ყველგან სადაც წახვალ. აი ნახეთ, მე უბრალოდ ერთ ადგილას მრავალ წერტილი დავსვი და იქ იესო ნავეს რომ მიმართავდა და როგორც მოსესთან ვიყავი შენთანაც ესე ვიქნებიო, უბრალოდ არ წავიკითხე. დანარჩენი ჩვენ გვეხება. ეს ვერ იტყვი რომ ეს ამოგლეჯით არის და როგორც მინიოდა ისე გამოვიყენე ეს ადგილი არანაირად. იმიტომ რომ დამიჯერეთ, მაშინ პირადად ღმერთი მიმართავდა სულიწმინდით. იესო ნავესძეს მართლაც ამხნევებდა, მაგრამ აი ეს გამხნევება ჩვენამდე შემთხვევით არ მოვიდა. ეს ჩაიწერა იესო ნავეს წიგნში, აგორ ნეშტა წიგნს ვკითხულობ ნეშტა, იქ პარალელებია სიტყვა სიტყვით, როგორც მამა ამხნევებს თავის ძეშულს და პროექტს ავალებს სოლომონს და ეს სიტყვები ჩვენს გვეხება. არ არის შემთხვევით რომ ბიბლიაში ესე კარგად იკინძება ეს პარალელები. ღმერთი ჩვენ გვეუბნება რომ თქვენთან იქნებიო. კიდევ ერთი საინტერესო პარალელია, ესე იგი ძველი აღთქმიდან უკვე გითხარით, ჩვენ რაც წიგნსაც ვკითხულობთ, ნეშტა 28 თავი, იესო ნავესძესთან პირველი თავი, მაგრამ აი ამ გამაგრების და გამხნევების ადგილი არის ახალ აღთქმაში ებრაელთა წიგნში და საოცარია რომ ერთ მუხში ისეთი პატარა ნიუანსია დამატებული, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ძალიან აქტუალური. იმიტომ რომ ღმერთი რო გვეუბნება რომ არ მიგატოვებ და არ დაგაგდებო იმ მუხლის დასაწყისში, რაზეც გამახვილებული ყურადღება რომ ვერცხლის მოყვარენი ნუ იქნებითო. დასჯერდით იმას რაც გაქვთო. ესე იგი ის მდიდრები, ის ოლიგარქები, რომლებიც ახლა დოლარებს აგროვებენ, მერეშნიათ გაუფასურების, სხვა ქვეყანაში real estate, ესე იგი თავიანთ სამფლობელოებს თუ მამულებს იძენენ, იმებს სჭირთ ავანტყოფა, რომელსაც ქვია ვერცხლის მოყვარეობა. საბოლოო ჯამში ისინი მამონის მსახურები და მონები არიან. რო ჰგონიათ, რომ რამოდენიმე ქვეყნის პასპორტი უდევთ ჯიბეში. ესე იგი, ქრისტიანებს გვეუბნება პავლე მოციქული, თუ ჩათვლით, რომ იგი ებრაელთა წერილის ავტორია, საბოლოო ჯამში სულიწმინდა ებრაელთა წერილს გვეუბნება. ვერცხლის მოყვარენი ნუ იქნებით, დასჯერდით იმას, რაც გაქვთ და პარალელური ადგილი ნეშტა წიგნისა არ მიგატოვებ და არ დაგაგდებო. ნახეთ რა კარგი სიტყვა ნახსენები დაგაგდება. აი ბავშვს რო აიყვანს დედა ხელში ან მამა, ამით უმეტეს ატირებულს, რომელსაც რაღაცას ტკივა, ან ფეხი წამოკრა. იმ ბავშვი ხოლმე შეიყვარს. ხო არის რომ ბავშვს არ ეშინია რომ მამამისი გადააგდებს, ან დედამის ხელიდან გაუვარდება, ხო? ღმერთიც ამ სიტყვებით გვეუბნება რომ არ დაგაგდებო. არ არის შემთხვევით რომ სწორედ ეს ზნა არის ნახსენები. რაც შეეხება 29 თაოში, ისევ ცნობილი სახელებია გამეორებული, ოღონდ დამატებული არის რამოდენიმე კონკრეტული ისტორიული პიროვნება და შემთხვევითი არ არის რომ ის შესაწირავები რაც დავითის კარგად მიბაძვით, დავითის მაგალითით სხვებმაც შეწირეს, შედიოდა ამ ფონდში, რომელიც სოლომონს უნდა გამოეყენებინა ტაძრის ასაშენად, იეხიელ გერშონის ხელით. სიტყვა იეხიელი ნიშნავს უფალი ცოცხალია და შემდეგ სხვა თარგმანი არის დე ღმერთმა იცოცხლოს. ესე იგი თვითონ ის ადამიანიც, რომელიც ამ საქმეების ფინანსურ მხარეს განაგებდა, თავის სახელს იმაზე მიუთითებდა, რომ ამ მთელი პროექტის უკან არ უნდა დავინახოთ არც დავითი, არც სოლომონი, არამედ დე ღმერთმა იცოცხლოს. ასე იგი ინგლისურად ცოტა სხვანაირი ფრაზაა, დე ღმერთმა მარადიულად იცოცხლოს, უფალი ცოცხალია. და მისი მამის იყო გერშონი, გადასახლებული და განდევნილი. განა მამის სახელი გერშონის დე რომ იყო იეხელი, იმას არ გაგვახსენებს, რომ ჩვენ 60-დან ვიყავით განდევნილი ჩვენი ცოდვილობის გამო, გადასახლებული ვიყავით დედამიწაზე და აქ დროებით ავართ. და ამ დროებითობაზე ამ თავში დავითი საუბრობს. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, დავითი უკვე გამძღარი, ასე ვთქვათ, დადებითი გაგებით, წლებით, მოხუცებული, მეფედ გამხდარი, უკვე ამდენი შვილები ყავს, მის მეფობას იმ დროს არავინ უკვე აღარ ემუქრებოდა სოლომონს ამეფებს და ეს ასეთ რაღაცას ამბობს, რომ ამ ქვეყნად არაფერია საიმედო. ეს ზუსტად 29 თავის ჩვენ ნეშტა წიგნის მე-15 მუხლებში წერია. მდგმურნი და ხიზანი ვართ შენს წინაშე უფალო, ჩვენი მამების მსგავსად. აჩრდილივით არის ჩვენი დღეები, ამ ქვეყნად არაფერია საიმედო. დავით მეფე თავის ზენიტში უკვე გარდაცვალების წინ, უკვე რომ მან გადახედა თავის ცხოვრებას, გაიაზრა დედამიწაზე ყველაფერი, იქიდან უყურებს და აი ამ ტონობით როდევს ოქროები, ვერცხლი და სპილენძი, იმაზე კი არა აკეთებს აქცენტს.
ამას კი უტოვებს საქმეს გასაკეთებელ შულს, მაგრამ ეუბნება ამ ქვეყნად არაფერია საიმედო. აი თუნდაც ეს მუხლი უნდა გვაფიქრდეს ამ თავებში და აქედან უნდა ვუყურებდეთ. რაც შეეხება იმ ტალანტ ოქროებზე რომ არის ჩამოთვლილი, სიტყვა ტალანტი არანაირად არ მქონდა განცდაში და ვერაფრით ვერ ხვდებოდი რაში მჭირდებოდა ეს 5,000, 10,000, მე 10,000, 18,000, მაგრამ თუ ამოკრიფავ ერთ-ერთ გამომცემლობას New International Version უწერია კილოგრამებში და ტონებში. და ტონა უფრო გაქვს ადამიანს განცდაში, იცი 1 კილო რამდენი არის, იცი 100 კილო 1 ცენტნერი ომარი. წარმოიდგინეთ, ოქრო იყო 170 ტონა ოქრო. უბრალოდ წარმოიდგინე, ოქროების ზოდების დალაგება არ გინდათ? ერთი პატარა მომენტი, რაც მესი ჰენრიმ გამაგებინა ახლა გუშინ ამის კითხვისას. დრაქმა წერია იქ. აი რატო არის ჩაკვეხებული ოქროსა და ვერცხლს, სპილენძსა და რკინას შორის 10,000 დრაქმა. ჩავიხედი ამ წყაროში, სადაც კილოგრამები იყო მითითებული და იქ ეწერა 84 კილოგრამი ოქრო. და გაგიკვირდება 170 ტონა უკვე ნახსენებია, ხო? რაში მჭირდებოდა კიდე რომ მეუბნები ამას დამატებული 84 კილოგრამიო და დრაქმა სიტყვა. რომ გავყევი აი ერთი ბმული და მეორე ბმულზე. მადლობა ღმერთს Google-ზე ინტერნეტში დაყრილი ამაზე ინფორმაცია. ეს რო ყოფილიყო 15-20 წლით ადრე ალბათ გაგვიჭირდებოდა ამ ყველაფერს ერთად შეკრება. დრაქმაზე ესეთი რამ წერია რომ თურმე ეს უკვე ტრადიციული გადმოცემი ბიბლიაში არ არის. ეს ნახსენები ეთყობა დიდად მნიშვნელოვანი არ არის ეს მომენტი, მაგრამ იმ დროს როცა ეს წიგნი იწერებოდა, ნეშტა წიგნი, ხალხი ვინც ამას კითხულობდა, მათმა იცოდნენ იქ რა იგულისხმებოდა და მათთვის ის ნათელი იყო დრაქმაში რა იგულისხმებოდა. ხა რაც ამოვკრიფე გაგიზიარებ. ებრაული გადმოცემით დავითის დროინდელი ფულის მონეტებზე დავითის სახე არ იყო ამოტვიფრული. ეს იმთავითვე რჯულის კანონს შეეწინააღმდეგებდა. გამოსახულება მეფის არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურმე ტრადიციული გადმოცემით ისევ ესეთი რაღაცაა ცნობილი, რომ დავითს უბრძანებია ერთ მხარეს ყოფილიყო დავითის კოშკის ამოტვიფრული რელიეფი და კოშკი მიუთითებდა მეფის აღზევებას. ეგ ის მაღლა დააყენა იგი ღმერთმა, მაგრამ ესეთი მითივით არის, როგორც ლეგენდასაც ცნობილი, რომ დავითმა თქვა, ერთ მხარეზე თუ ბაშნია, ესე იგი ამ კოშკს ამოტვიფრთავთო, მეორე მხარეს ფულის ერთეულზე მაშინ ისრაელში უნდა ყოფილიყო წყემსის კვერთხი და წყემსის გუდა. ეს მართლაც გამოგონილი რომც იყოს ეს მითი, ეს ლეგენდა, რაღაცა სინამდვილეს შეეფერება. თუნდაც ის მომენტი, რომ 84 კილოგრამი მონეტები აქ ნახსენები არის ამ თავში, მიუთითებს იმაზე, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა იქ. ესე იგი, ეს 170 ტონა შეიძლება ყოფილიყო როგორც ზოდები, ან კიდე სხვადასხვა სამკაულები დახვევებული, მაგრამ ამ სამკაულებიდან გამორჩეული არის 84 კილოგრამი მონეტა, რომელზეც თითოეულ პატარა მრგვალ ამ ოქროს ნივთზე უნდა ყოფილიყო ერთ მხარეს მეფე, მეორე მხარეს მწყემსი. აი, ეს მწყემსობა უფრო მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი მწყემსობიდან, რომელსაც ერთი გუდა აქვს პატარა, ისი აამაღლებს ადამიანს, რომ კოშკის, მთელი სამეფოს და მთელი ამ დაპყრობილი ქვეყნების მეფედ გახდის და ასე აღაზევებსო. აი ეს რაც დრაქმა შეეხებოდა 10,000 დრაქმა 84 კილოგრამი ოქროების მონეტების გროვა. დანარჩენი ახლა ვერცხლის 345 ტონა. სპილენძი ნახეთ თითქოს ორმაგდება 620 ტონა. ხოლო რკინა იმდენად ბევრი იყო, რომ იგი უტოლდებოდა 3,450 ტონას. აი ერთი დიდი კვარტალი ალბათ ამ დაგროვებულ ვერცხლის ამ ლითონის მასებს დასჭირდებოდა. ეს ყველაფერი მეფეს შეგროვებული ჰქონდა, რათა არანაირი ნაკლოვანება არ ეგრძნო სოლომონს ტაძრის აშენებისას. ფსალმუში, დავითის ფსალმუში 25 ფსალმუში ასეთი რამ წერია: უფალო მიყვარს მშვენება შენი სახლისა და ადგილი, სადაც დავანებულია შენი დიდება. აი ნახეთ, ამას დავითი წერს და ის ფრაზია ხაზი გასმული, რომ მე კი დავაგრო ზოდები და ვერცხლი და ყველაფერიო, მაგრამ მეც რა მიყვარსო, სადაც დავანებულია შენი დიდება. დავით ძალიან უნდა რომ ეს დიდება შექინა სახით დავანებული ყოფილიყო იმ შენობაში, რომელსაც სოლომონი აშენებდა. მაგრამ სულიერად სიბრტყეში თუ გადმოვიტანთ ამას, ღმერთს უნდა, მამა ღმერთს, რომ ჩვენში დიდება ამ ტაძრისა დავანებული იყოს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში, მთელ ჩვენს არსებაში და ამას ვატარებთ, რომ შექინა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობდეს. რომ მე თუ ცოდვაში ჩავდგით ფეხი და გადავცვით ქრისტიანობას, დამწუხრებულმა სულიწმიდამ შექინამ არ დატოვოს ჩვენი სხეული, რომელიც ტაძარია და იქ უნდა ბუდობდეს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ის მშვენება, რომელიც არის ნამდვილი ღმერთის სახლის მშვენება და ის ადგილი, სადაც ღმერთი სუფევს. კოლოსელთა წიგნში რუსულად ვკითხულობდი ადრე და ახლაც ბიბლიას წერია ასეთი რამ: "А горнем помышляйте, а не о земном". აი სიტყვა горнем სულ მაწუხებდა, ვერ ხვდებოდი. горнем, მთიელი, მთიული,
უფრო გაგახსენდება მთაში მცხოვრები ადამიანი გორნემ. მაგრამ თურმე ნახეთ რა კარგი თარგმანი აქვს. გარა ეს ისეთი ადგილია, რომელიც მაღლაა, ხო? თურმე რა ყოფილა რომ ებრაულში სინამდვილე თარგმანში რო თარგმნეს რუსებმა, უბრალოდ მითითება არის მაღლა. იფიქრეთ იმაზე, რაც არის მაღლა, რაც არის ზემოთ და არა მიწიერზე. ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ეს ორი სხვადასხვა ქართული თარგმანი მაქვს ამოკრეფილი. ესე იგი ქართველებმა ამ შემთხვევაში ჩემდა გასაოცრად უფრო ნათლად დაწერეს ეს ადგილი, ვიდრე რუსებმა. ეტყობა რუსებისთვის ეს ისედაც გასაგები იყო. უბრალოდ მე ჩემი წილი რუსულით ამას ვერ ხვდებოდი. ესე იგი აგორნემ პამშლაიძე იგულისხმება ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე. ანუ სხვა თარგმანში იფიქრეთ იმაზე, რაც არის მაღლა და მიწიერზეო. და დავითიც თავის ანდერძში სოლომონს რო უტოვებს, საბოლოოდ ამას ეუბნება, რომ ეს ყველაფერი მაინც არის წარმავალი და ამ ქვეყნად არაფერია საიმედო, ეს არის მე-14-15 მუხლები, ყველას უნდა ეფიქრა ზეციერზე. ის ფაქტი, რომ დავითის ხვედრისთვის მაგალითი იყო, ეს უკვე აღნიშნეთ, ხალხმა შემოწირულობები გაამრავლეს და ეს რაც ტონები ჩამოგითვალეთ, ეს დავითის პლუს ხალხის შემოწირულები იყო. და ეს ყველაფერი იყო გაკეთებული არა დაძალებით, დავით არავინ არ დაუტაქსია. არ შემოუღია რაღაცა ტაქსაციის ისეთი პროცენტი, რომ აბა ეხლა ყველას 39% თავისი ქონებისა უნდა შეეწირა ტალერისთვის. ეს არ ყოფილა. ეს ყველაფერი გაკეთდა ყველას თავისი კეთილი ნება სურვილით. ფსალმუნში აღაპყარით თქვენი ხელები საწმიდრისკენ და აკურთხეთ უფალიო. თურმე ებრაულში მეთიენრის წერია, რომ ორნაირად შეიძლება გადაითარგმნოს. გასაგებია, რომ ლოცვის დროს ადამიანისთვის ესეთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, რომ თითქოს ზემოთ ახედვაგინა, იმიტომ რომ ღმერთი ცისკენ გეგულება, თუმცა ღმერთი ყველგან არის და ხელებს აწევ ლოცვის დროს, ხო? და თურმე შეიძლება გადაითარგმნოს ხელების ზემოთ ააპყრობაც, იმის დამიხარით თუ სად დასვა იქ იოტას ან ხმოვნის ნიშანს ებრაულში. ამეთიენრის უწერია, რომ შეიძლება წაკითხული იქნას როგორც აივსეთ ხელები საწმრიდრისთვის. განა ისე რომ აღაპყრათ თქვენი ხელები საწმიდრისკენ. ნახეთ, როგორ არის რომ ერთი წინადადება ერთდროულად, ერთმანეთს არ იწამება, ორნაირად შეიძლება გაიგო. ლოცულობ, ხელები აპყრობილი გაქვს და საწმიდრისკენ არის შენი გონება მიმართული და ამასთანავე აივსებ ხელებს საწმიდრისთვის. და ხელების ავსება, რა თქმა უნდა, შეეხება იმას, რომ რაც შენს ხელებში გაქვს, ანუ რაც შენ ტალანტი ღმერთმა გიბოძა, რაც ნიჭები გაქვს, რაც რამ შეგიძლია, თუნდაც დაგროვილი რაღაცა პატარა შემოსავალი თუ გინდა რომ თქვა ვიღაცა ლტოლვილს ან შენს ახლობელს, რომელიც უფრო ფინანსურად ფეხმოდ ჩართულია, იმას გაუზიარო ღმერთის სიყვარულით. ესე იგი, აივსეთ ხელები საწმრიდრისთვისო და ჩვენ არანაირად ეკლესიას აგურებით ტორონტოში არ ვაშენებთ. ჩვენ უფრო ძვირფასი ეკლესია გვეგულებათ სათესასუფლოში და ღმერთს ხოვთ, რომ ჩვენ გავხადოს ცოცხალ ქვებად და იმ ტაძრისთვის, რომელიც ნამდვილია და სულიერია, იმისთვის ავივსოთ ხელები და ასე განვადიდოთ აღვლენილი ლოცვებით ღმერთის სახელი. და ამის პაროლი ადგილი არის მათესთან 6:20 დააგროვეთ საუნჯენი თქვენი განძეულებანი ზეცისთვისო. იმიტომ რომ როგორც ვიცით, იქ ჩრჩილი ვერ შეეპარება, იქ ქურდი ვერ შეეპარება, ვერ მოიტაცებს. ჩვენ თუ კეთილ საქმეებს არა, ამის გამო განვასხვაოთ. ჩვენ თუ ღმერთისთვის მოსაწონ რწმენის ნაბიჯებს, რწმენით გაკეთებულ საქმეებს, კიდევ ესეთ საქმეები ჩაეჩურთა. ესე იგი, რწმენით დადასტურებულ ღმერთის განმადიდებელ რამეს დავაგროვებთ სათესასუფლოში, ეს ჩაგვეთვლება იმ სათესასუფლის ვალუტად, რომელიც იქ გაჭრის. სხვა არაფერი არ გაჭრის. ესე იგი, ჩვენ ღმერთი იდღოს რწმენას, სიყვარულს და ჩვენ ცხოვრებაში ეს იმედი რო გვაქვს ღმერთის დავადასტუროთ. და აი ეს არის თვით ჩვენ ღმერთი გვაგროვებინებს საუნჯეს ცაში. და თვითონ ის მომენტი, რომ ღმერთი ასე განაწყობს ჩვენს გულს, ღმერთის დიდი წყალობა. არანაირად ჩვენ არ უნდა ვიტრაბახოთ, რომ ნახეთ რა მაგარი ვარ, ასეთ რაღაცებს ვაკეთებო, რწმენის საქმეებს, ნაბიჯებს ვდგავო. ესეც ღმერთის დიდი წყალობა. ერთ პატარა მომენტი კიდე სანამ დავამთავრებ, მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მეორედ გაამეფეს დავითის ძეო. ამას ვკითხულობთ 29 თავის ამ ჩვენი ნეშტა პირველი წიგნის 22 მუხლში. თითქოს არაფერი, მეორედ გაამეფეს. ვიცით ის რატომაც გაამეფეს? პირველად ნაუცბათებად იყო, იმიტომ რომ იქ სოლომონი დავითის ძე გაამეფა მეორედ, ხო? პირველი გამეფება მოხდა ნაუცბათებად, იმიტომ რომ მამის ნების და ნაჭრესტერული რაც იყო, იმის წინააღმდეგ უნდოდა დავითის სხვა ძეს გამეფებულიყო. იყო თვითმარქვია და უკვე მეორედ გამეფება ბიბლიის კარგად ცოდნეს გაახსენებს იესო ქრისტეს მეორედ მოსვლას. პირველად დამცინავად უწოდეს იესოს დავითის ძეს ჯვარზე გაკრულს იუდაველთა მეფე. ესე იგი თითქოს გაამეფეს, მაგრამ აბუჩა დაგდებით და როგორ იცით რომ ამითიც დადასტურდა ახდა ის რაც ზოლათქმაში ეწერა, მაგრამ მეორედ გამეფება, როცა ნამდვილად ძალაში შედის მამა ღმერთისგან ეს მიცემული ხელმწიფება იესო ქრისტესთვის წინ არის და ღმერთი გაგვამეფენებს. იგი ეხლა ჩვენ რო ცხოვრობთ ქრისტიანები, ჩვენს მყიფეს ხელში ჩვენ უკვე ვაღიარებთ იესო ქრისტეს ჯვარზე რო იყო გაქრული ნამდვილ მეფედ. ის ნამდვილად მეფია, მაგრამ მეორედ გამეფება ესქატოლოგიურ პერიოდში ჯერ კიდევ წინა გვაქვს. და ბოლოს იგი დავითი ესეთ რამეს ამბობს.
და აქ ნამდვილად დავითის ხელწერას ამოვიცნობთ. ვინ ვარ მე? ამინ არის ჩემი ხალხიო. აი ეს გამოთქმა ვინ ვარ მე? დავითმა ადრეც ახსენა, ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია. იქ როდესაც მას საულ მეფე დასდებდა, იქ როდესაც მან ღმერთს მადლიერებით მიმართა, წინასწარმეტყველო უთხრა, რომ მას განამტკიცებდა და შთამომავლობას მისცემდა, რომ მისგან მესია დაიბადებოდა. მაშინაც თქვა დავითმა, ვინ ვარ მეო? ნახეთ, ისევ აღზევებული მეფია, დანაყრებული, გამძღარი წლებით და მეფობით და ძლევამოსილებით და იგი ისევ ამ ფრაზას ამბობს. ესე იგი, ხვდებით, რომ ეს თავდაბალი პიროვნება დავითი არ შეცვლილა. ღმერთის მოსიყვარულია და მან მორჩილება ისევ შეინარჩუნა და ასეთ რამეს ვამბობს. ვინა ვარ მე? ამინ არის ჩემი ხალხი. ნახეთ, ებრაელები ახლა რომ კიჩეთსა, ამაყობენ, იბრექებიან, რომ მაგრები არიან, რჩეულები არიან, მაგათის დასაქადებელი მეფე დავითი, რომ ისინი იქადიან დავითით, ის ამბობდა თვითონ, ვინ არის ჩემი ხალხი. ესე იგი, ვინ არის ებრაელობა? ღმერთო, რომ შენ ჩვენ ამოგვირჩიო. ესე იგი, ამდენი შემოწირვა რო შევძელითო თვითონ ეს ფაქტიცო, ყოველივე შენგან არის და შენი ხელით მოცემულს ჩვენ გიბრუნებთო. და ისევ გადმოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში. განა ჩვენ თუ პიანოს დაკვრა შეგვიძლია კარგად, ან თუ კარგი ნამთვრის გამოცხობა შეგვიძლია, ან ტორტის გაკეთება, ან თუნდაც საუბარი ნებისმიერ რამ, თუ კი რამე შეგვიძლია. განა ეს ყველაფერი დავითივით არ უნდა ვთქვათ, რომ ეს შენგან არის, შენი ხელით მოძებული და ისევ გიბრუნებთო. და 1000-ს ახალი აღთქმის წიგნებიდან ბოლო წიგნი რო ავიღოთ გამოცხადებაში, იქ ხომ არის ესეთი სურათი, რომ იხსნიან თავიანთ გვირგვინებს, თაყვანს რო სცემენ უხუცესები, ისევ ღმერთს სცემენ თაყვანს და მის ფეხრთდებენ თავიანთ გვირგვინებს, რომელიც 1000-ს იქს. იგი იქაც მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ თუ ღმერთმა ჩვენ რამე გვირგვინი, დიდების გვირგვინი, თუნდაც სულიერი, იქ სამოთხეში მოგცა, ეს გვირგვინიც ყველაფერი აბსოლუტურად ისევ მას ეკუთვნის. სევდიანი დასასრული თვითონ დავითი როგორ გარდაიცვლება. მესიჰენეს ესეთი ძალიან კარგი შედარება აქვს მოყვანილი ბუნებრივ სურათთან. აი წარმოიდგინეთ ესეთი სურათი. მზე ამოდის, ან მზე ჩადის. მხატვრებს ძალიან ხშირად მიუძღვნიათ თავიანთი შედევრები ამ მომენტისთვის და ხანდახან ვერც გაარჩევ, როცა დახატულია. ეს რა მომენტია მზე როცა ამოფწყინდება, თუ მზე როცა უკვე ესვენება, იმიტომ რომ ამ დროს არის ძალიან ლამაზი სურათები ბუნებაში. ქართულად ერთს ქვია აისი, მეორეს კი დაისი. და მესიჰენეს წერია, რომ ამ თავის დასასრულსო, ესე იგი უკვე პირველი ნეშტა წიგნის 29 თავის ბოლოს ძნელია დაასკვნა და გაარჩიო ამომავალი მზის, ანუ სოლომონის მეფობის კაშკაში ჯობდა თუ ჩამომავალი მნათობის დავითის ბრწყინვალებაო. ეს მართლაც როგორია, რომ ერთი ჩაესვენება, დავითი მიდის მიწის ყველა მკვიდრის გზით, იგი უბრუნდება თავის წინაპრებს, ოღონდ რაც შეეხება მის მყიფეს ხელს, მაგრამ ამობრწყინდება სოლომონი. ხა სოლომონი ჩვენთვის დავითთან შედარებით უკვე ვიცით როგორ დაამთავრებს სოლომონი, იმდენად არ, ესე ვთქვათ, არ გვეპიტნავება, იმიტომ რომ ვიცით რომ იგი ძალიან სისუსტეებს გამოიჩენს მის მეთვეს ასაკში რო შევა. მაგრამ ამ შემთხვევაში არ უნდა დაიჩრდილოს სოლომონის პიროვნება, იმიტომ რომ ის უნდა გაგვახსენდეს, რომ სოლომონი იყო ძე დავითისაც, ანუ იესო ქრისტეს წინასახე და ეს ამობრწყინება უფრო სოლომონის დიდი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს იესო ქრისტეზე მიუთითებდა. ლუკას ახარებაში მეორე თავის 29 მუხლში სიმონი არის ნახსენები. სიმონი კაცი მართალი და ღვთისმოშიში. იგი უკვე მოხუცებული იყო და გარდაცვალებას ელოდებოდა და მას როგორც იცით, ღმერთმა უთხრა, რომ იგი არ გარდაიცვლებოდა სანამ არ იხილებდა ხსნას, მესიას. და ჩვილ ბავშვს იესოს რო ხელში აიტატებს, ასეთ რაღაცას ამბობს. ესეც ხო ღმერთისგან იყო მოხუც ძალიან დასუსტებულ ადამიანს დედა როგორ ანდობს შვილსო, მაგრამ აქ ხო ყველაფერი ჩვენ სხვანაირად უნდა გავიგოთ და აი ამ სიმონს ლაპარაკი არის ლუკას სახარების მეორე თავის 29 მუხლი ასეთ რამეს ათქმევინებს სულიწმინდა. ახლა კი გამიშვი უფალო, აც განუტევი, ანუ მახილვინე გარდაცვალება შენს მონას შვიდობით. როგორც ნათქვამი გაქვს. აი სიტყვები მესიჰენთვის მოყვანილი აქვს, როგორც დავითისთვის ათქმელი სიტყვები. ესე იგი ეს მთელი ფრაზა სიმონის მიერ ნათქვამი მესიჰენდრომ დავითს ჩაუდო. და ესე თქვა რომ ეხლა უკვე დავითი მზად იყო რომ სხვა გზით გადასულიყო, როგორც ნათქვამი ქონდა და აქ რო წერია როგორც ნათქვამი გაქვსო, გაგვახსენდება დაბადების წიგნში ნათქვამი, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევიო. ესე იგი დავითი აცნობიერებდა რომ თვითონ გარდაიცვლებოდა მისი სხეული გადავიდოდა წინაპრებთან, მაგრამ თავარი ის იყო რომ მისგან ამობრწყინდებოდა ის, რომელსაც მთელი ისრაელი მთელი გულით ელოდებოდა. და რა თქმა უნდა, როგორც აქ შორენა თქვა, ყველაზე კარგი არის ბოლოში, რაც ლოცვასავით არის ნათქვამი და მოდი ახლა წავიდეთ ეს ლოცვა ჩვენი ოჯახებისთვის. მამა რო ლოცულობს თავისი ბიჭისთვის, თავისი შვილისთვის, რომ ღმერთს ეხვეწება, რომ ქრისტიანულ გზაზე დადგეს ეს შვილი პიროვნება, აქ შეიძლება ქალიშვილიც იგულისხმო. და ესე წავიკითხოთ ეს ლოცვა. ესე ლოცულობს დავითის ლოცვა. ეს 29 თავის მე-17 და მე-18 მუხლშია ძვირფასი სიტყვებია. სამარადისოდ დაიცავი ეს შენი
ხალხი უფალო და ზრახვანი შენსკენ წარმართე მათი გულები ჩემს ძეს მიეცი მართალი სრული გული რომ დაიცვას შენი მცნებები აინას რას ლოცულობს მამა რომ მისი შვილის გული იყოს გამთლიანებული არა გახლეჩილი არა გზიდან გადაცდენილი არამედ მთელი რუსულში არის სიტყვა პრავაე სერცე პრავაე ესე იგი გამთლიანებული მრთელი გული ქართულში ეგრე ეწერა მიეცი მრთელი გული ჩემს ძესო რომ რათა შენი მცნებები დაიცვასო და აი ამას ლოცულობს დავითი დავითისთვის ამ პროექტზე უფრო ძვირფასი აი ეს არის ლოცულობს არა მარტო თავის ძისთვის სოლომონისთვის არამედ ლოცულობს მთელი ერისთვის ესე იგი ჩვენც ცოტა პატარა საზომებით ერი რო ავიღოთ ჩვენი ოჯახი თუნდაც ჩვენი პატარა საქართველოს გაუბედურებული ხალხი რომელსაც ღვთის სიტყვაზე ძალიან სჭირდებათ აი საწყლებს რომ ღვთის სიტყვის გარეშე რომ დაიღუპებიან აი იმათვის ლოცულობს და ჩვენ შეგვიძლია მას შეუერთოთ ლოცვაში და ვინატროთ რომ ერის გულის ფიქრები და ზრახვები ღმერთმა წარმართოს სამარადისოდ დაიცავი ესენიო მადლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ეს არის საკითხი უფრო მარადიული საკითხებთან ურთიერთობა ჩვენი გონებისა და აზროვნების მარადისობა ძალიან ისეთი ის არის ხომ ბევრისთვის შეიძლება იყოს ეს მითებითა და ლეგენდებით გაჯერებული ზოგს თავის წარმოდგენა აქვს მაგრამ მარადისობა ნამდვილად არის თუ არ არის მარადისობა მაშინ აზრი არ აქვს დროული მაშინ ცხოვრებას გინდა ის ააშენე გინდა ის ააშენე ადამიანს შინაგანად მაინც ყველა გრძნობს რომ ასე უკვალოთ არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება ფართაშვილს არ იყოს გახსოვს იმასაც წარმოდგენაში ქონდა მარადისობა ყველა ადამიანს სხვადასხვა გზებით ეძებენ აგრე ჩვენ გადაგვიჭრა პრობლემა აგრე ღმერთმა ციდან წერილი შექმნა და ეს პროექტი ყველანაირად დაგვიდო და აგვიხსნა ყველაფერი საკმარისია ჩვენ ამას გავყვეთ გავარკვევთ ყველაფერს სწორედ ამ გარკვეულობაში გვეხმარება ჩვენ ეს წმინდა წერილის ეს წიგნები წავიკითხეთ ფაქტობრივად ეს წერილია ვრცელი წერილი არის წიგნი რა არის რომ დაწერილი რაღაცა არის ხო წიგნიერება წერილი არის ეს არის ვრცელი წერილი კაცობრიობის მიმართ წერილი შემოქმედის მიმართ ესე იგი ღმერთის ნამოღვაწარი სამყარო ჩვენ წინ რო არის და ჩვენ კიდე ეს პასუხებს ვეძებდით ჩვენი წინაპარი მეცნიერები ფილოსოფოსები ფსიქოლოგები ჩვენამდე თავს იმტვრევდნენ რა როგორ სადავართ რა არის ეს ერთადერთი არ არის ერთადერთი ჯერ ვერ გაიგეს დედამიწა რა არის როგორ არის დაიწყეს ხეტია ლიქით აქეთ მიხვდნენ რომ დედამიწა ჰაერშია გამოკიდებული და წრე დაარტყეს აქიდან იქიდან მერე ზემოთ აიჭრენ კოსმოსში ახლა იქიდან უარეს გარს და ხვდნენ რომ რა არის როგორ არის ეს ვინ შექმნა რა შექმნა და ათასნაირი მოსაზრებები და თეორიები დაგვილაგეს რომ იცოდეთ ჩვენ ამას დაგროვებულ ცოდნას გამოვიყენებთ სისტემაში მოვიყვანთ სახელმწიფო დონეზე ავიყვანთ და მერე ვასწავლეთ ადამიანებს და ყველაფერი ძალიან რელატიურია შეფარდებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მიერ დაგროვილ ცოდნას არ მიყავართ მარადისობისაკენ არ მიყავართ ნეტარებისაკენ ესენი ყველაფერი აი აქ ამ დროულ სამყაროში როგორ ვიცხოვროთ როგორ გავასროთ სხვა ადამიანს როგორ ვაჯობოთ სხვას და არის ერთგვარი შეჯიბრი ცხოვრება იქცა შეჯიბრად სპორტულ ასპარეზად იქცა ცხოვრება და ამას ჩვენ ყველა მოწმევართ და ვატევნებთ თვალყურს ამ ციგნის საკითხის შედეგად ამ წელს გაცნობის შედეგად ადამიანების გარკვეული ნაწილი მოტრიალდნენ ასე ვთქვათ ცნობიერება და გონება მათ მოატრიალეს ბიბლიურად ამას მონანიება ქვია მეტანოია გულისხმობს სწორედ ამ ცვლილებებს გულში აზრებში და მთლიანად შემოტრიალდა ესე იგი რა შეიცვალა სამყაროზე ადამიანური წარმოდგენა შეიცვალა ღვთაებრივი წარმოდგენით ვინ მოგვაწოდა ეს ცნობა თავად ღმერთმა აბა ადამიანს არ შეეძლო ადამიანი ღმერთს ვერ მიაგნებს მოკლედ რა რაც არ უნდა გვიმტკიცოს სხვადასხვა რელიგიის წარმოდგენა აქვს ღმერთზე მაგრამ ღმერთს არავინ არ იცნობს ბუდისტი ღმერთს არ იცნობს ეს თვითონ ადამიანია დაუკმაყოფილებელი გრძნობით აი ამ დედამიწამ რომ მისცა მას ამ გრძნობის გამო დაიწყო გასვლა აი ამ სამყაროდან ინტელექტის მეშვეობით და აღმაფრენ მდგომარეობაში რო არის მისი გონება ამას უწოდა ღმერთთან წვდომა ხო ასე არ გამოვეხლა ვერანაირი ფილოსოფოსი ვერანაირი მოაზროვნე ადამიანი თავის ცოდვილი ბუნებით ღმერთს ვერ შეწვდება თავად ღმერთმა უნდა გამოიღოს წყალობა და მოვიდეს ჩვენამდე სწორედ აი ეს ინფორმაცია მოწოდებული ბიბლიიდან და მისი წინა სახეებს ვეცნობოდით თქვათ აი დაწყებული ადამიანიდან შემდგომ აი წარღვნის ისტორია ვისწავლეთ შემდგომ ისევ კაცობრიობის დაწყება გამრავლება დემოგრაფიული ზრდა ერთი ოჯახიდან და ჩამოვედით ასე ერთ პიროვნებამდე რომელიც ახლა აი ეს მოიწოდა ღმერთმა აბრაამი და აღთქმა დაიდო მასთან აღთქმა დადებული ნიშნავს კაცობრიობასთან დადებული აღთქმას პირველი აღთქმა ადამთან დაიდო ეს მესიის შესახებ და ეს გადაეცემოდა აი ზეპირი გადაცემით და მერე მოხდა ამის ჩაწერა
როგორც კი მოვიდა დრო და ღმერთმა იცის დრო როდის არის უფრო მისაღები მისთვის, მაშინ მოხდა ჩაწერა ამ მთელი ამ წიგნისა და რომელიც გრძელდებოდა ეს პროცესი 1600 წელის უცოტა. შუალედით ერთი შუალედი არის მთლიანობაში, ამას 1600 წლის ისტორია აქვს ამ წერას. მე არ მგონია რაიმენიმე რომანი 1600 წელი კი არა, თუ იწერება თქვა 100 წლის მანძილზე ან 80 წლის მანძილზე. არსებობს არის ვინმე იცნობთ წერას, რომელიც ერთი რომანი დაიწყო 20 წლის ასაკში და დაამთავრა 90 წლის ასაკში. არ არსებობს ესეთი წერალი, ხო? აი ღმერთმა კი ნახეთ, მთელი 1600 წლის მანძილზე წერილი მოიყვანა სისტემაში და დაგვიდო ჩვენ ადამიანებს, ესე გაგვაცნო თავისი თავი. ამ წერილით ღმერთი გვეცნობა ჩვენ ადამიანებს, ამავე დროს გვამცნობს ადამიანებს რაობას, საიდანა ვართ, ვისგანა ვართ, სამყაროს რაობას. მოკლედ, ან შეკუმშული ფორმით გვაძლევს ინფორმაციას ჩვენ წინ არსებული სამყაროს შესახებ. ძალიან მოკლედ, ძალიან ესეთ აი თქვა მოწოდების დონეზე და არ ხსნის ფორმულებს. არ გვიხსნეს ქიმიურ ფორმულებით და იმეებით მთელი რიგი აღწერილობით თუ როგორ შექმნა მან დედამიწა, როგორ შექმნა სასიცოცხლო პირობები მოაწყო, მე როგორ ცოცხალი ფორმები და ადამიანი როგორ შექმნა ასეთი უცნაური რამ, მით უმეტეს ისე უცნაურად წერია მიწიდან აღებული. და არ ვიცი, თამას დეტალები არ არის. აი ეს უნდა დავიჯეროთ ჩვენო ღმერთი ქმნის ადამიანს. აი როგორი ინფორმაციაა. დაიმსხვრა მითი, მეცნიერული მითი იმის შესახებ, რომ სიცოცხლეს აქვს რაღაცა მილიარდი წლები, 4 მილიარდი, დედამიწა თავისთავად მარადეულია, რაღაც აფეთქება იყო. შემდგომ გაიშალდა ეს ევოლუციის თანახმად სივრცეში და აი ესე თანდათანობით პროგრესი და ასე მივიღეთ აი ეს ადამიანი, რომელიც გვირგვინი არის ქმნილების. აი ესეთი მეცნიერული ზღაპარი არის, უნდა გითხრათ, რომ ზღაპარი არის. და არაფერი კარგი არ არის მათ, იმიტომ რომ ადამიანი ამ თეორიის თანახმად უსაზრისო გამოდის. არ იცი საიდან მოდიხარ, სად ახარ და მე რომ მიდიხარ არც იცი. დები, აქ სიკვდილია გამეფებული და არაფერი ოპტიმისტური ამ მეცნიერულ მოძღვრებაში არ ძევს. სრულიად ნათელი არის ღმერთის აი ეს წერილში ჩვენი წარმოშობის ისტორია, როგორ შექმნა ღმერთმა მან, ღმერთი რომ იყო მანამდე და არ არის დახასიათება ღმერთი მანამდე როგორ იყო. ღმერთის თვისებები უკვე ამ წერილის მეშვეობით ჩვენ მოგვაწოდა თავად ღმერთმა, რომ ეს არის პიროვნება და მისი სახელები სწორედ არის დახასიათება იმ თვისებებისა, რომელსაც ის წარმოადგენს მთელი ამ 66 წიგნის მანძილზე. აი თუ ესე შეიძლება ითქვას, ხო? აი ესე შემოვედით ჩვენ მე-11 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით. მთელი ეს მოვლენები ჩაწერილია ცოტა უფრო გვიან მე-5 საუკუნის 30-იან წლებში, მაგრამ აღწერილი ამბები მოიცავს იმ პერიოდს. დავითის მეფობა მე-11 საუკუნეა ძველი წელთაღრიცხვით. ხო, მონარქია, პირველი მონარქის საული იყო 1053 წელი არის ეს უკვე ძველი წელთაღრიცხვით 1053 წელი, ეს არის მონარქიის პერიოდი. აიცვალა თეოკრატია მონარქიაზე და ვსწავლობთ ჩვენ მონარქიის ისტორიას. და გავიარეთ მონარქების საულის, დავითის, აგერ დავითთან მოვედით სხვადასხვა კუთხით და ახლა უკვე სოლომონის ისტორიასაც გავეცნობით, რომლის მთელი ეს ისტორია მოიცავს 112 წელიწადს, ერთად აღებულს მთლიანად ამ სამი მეფის მმართველობის დროს და 931 წელს უკვე ხდება სოლომონის გარდაცვალების შემდგომ ხდება სამეფოს გაყოფა ორად. თანდათან მივდივართ და აბლა მივექანებით, ცოდვილი ბუნება იღებს თავის სიჩქარეებს. და ბიბლია არ ადასტურებს პროგრესს, კაცობრიობის პროგრესს არ ადასტურებს. ცოდვას არ შეიძლება პროგრესი კონდეს. ხომ პროგრესი ჩვენ კარგად გვესმის, ცოდვას რეგრესია ახასიათებს. ადამიანის განადგურება, მთლიანად სამყაროს განადგურება და მართლაც ამ ისტორიას ვეცნობით ჩვენ ბიბლიაზე დაყრდნობით. ჩვენ უნდა განსაზღვროთ ჩვენი როლი და ადგილიც და ჭიდრო კავშირში უნდა გქონდეს, სწორედ რატო ვსწავლობთ ბიბლიის 66-ვე წიგნი არის სიცოცხლის უნარიანი და არაფერი მოძველებული არ არის. არავის არ ეგონოს, რომ ახალი აღთქმა არის მისაღები და ძველი აღთქმა არ არის საჭირო. ეს არის რბილად რო ვთქვათ, ან ესეთი შეუგნებლობა. იყო სულიერი ადამიანი, ღმერთი ყველგან არის გამოფენილი. ჩვენ ვსწავლობთ ცოტა დაცემული პერიოდი ისტორიას და სადამდე მოდის ეს და ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა ეს ანიშნავს, რომ ძველია ღმერთი და ახლა ახალია ღმერთი. ამ წიგნში ღმერთი დროს არ ექვემდებარება. ჩვენ ვექვემდებარებით დროს და ის ისტორია, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მანამდე ადამიანებს ცოცხალ ღმერთთან, ამის წარმოჩენა ბიბლიის მეშვეობით. და ჩემთვის არანაირად არ ჩაითვლება, რომ რაც ახლა ჩვენ გავიარეთ, ეს იმდენად მოძველებული არ მაინტერესებს. ჯერ გავუწვით ისეთი სიმდიდრე, ხო, აი რა აკვირთა. ტონობით იყო აქ ჩამოთვლი ტონა 1000 კილო არის და ხა წარმოიდგინეთ 100 და მეტი
ტონა. აი ხელა განძეულობა. რატომ ასეთი ძვირფასი ქვები რატოა ჩამოთვლილი? ხო ეს მარადისობის სიმბოლო არის. ღმერთი მარადიულია. ყველა ძვირფასი ნივთი წარმოჩენილი ბიბლიაში რაც არის, ხას უსმებს იმას, რომ ღმერთი სწორედ ასეთი იმეებით უნდა დავახასიათოთ. ხო, აბა ჟანგიანი მithwar დავახასიათებთ. მარადიულობის სიმბოლო აქვს, ღმერთი მარადიულია და დიდება მარადისობას ეკუთვნის, მარადიულ პიროვნებას. ესეთი არის ღმერთი. ტაძარიც განასახიერებს, როცა ასეთი სიმდიდრით არის წარმოჩენილი, მარადისობის სიმბოლოს. მარადისობის წარმომჩენი და წინა სახე არის ხილულ სამყაროში. თორე თავისთავად მაგიური მნიშვნელობა ტაძარს არ აქვს. გინდა კედლები კოცნე და გინდა ოქროთი არის. ოქროს თავისთავად არაფერი ღირებულება არ გააჩნია, თუ მას არ დავტვირთვათ სიმბოლოთი. რაზე მეანიშნებს ეს და რატომ არის ძვირფასი იმეებით შემკობილი. სხვათა შორის აი 21 თავიც აპოკალიფსში უკვე იმდენი ძვირფასი ქვებია ჩამოთვლილი, მეტი რო არ შეიძლება ხო 21-22 თავი აპოკალიფსის. როგორი ძვირფასი ქვებით არის დახასიათებული აი ეს მარადისობა და ესეთი სიწმინდე. მოგესწრებათ ოქრო, ბრილიანტი, ეს სიწმინდესაც განასახიერებს თუ ასიმბოლოებს უბიწოებას, სისუფთავეს, ძვირფასი ლითონები და ქვები რო იცოდეთ. ბიბლიაში ჭარბად არის ეს წარმოდგენილი და აქაც ნახეთ რა სიმდიდრე არის და ჩვენ ისე არ გავიგოთ ახლა დღესაც რომ ყალბად არის ზოგიერთ ეკლესიებში წარმოდგენილი. ეს ადამიანურ დონეზე არის სიმდიდრე, მაგრამ დავითს ღმერთის მარადისობა, სიყვარული, სიწმინდე და სიკეთე და კეთილშობილება სწორედ ამ მდიდარი მეტალებით აქვს წარმოდგენილი. რომ ჩვენ შეგვიქონას ეს გარკვეული წარმოდგენა ღმერთს. არ გავაკეთოთ აქცენტი მატერიალიზმზე. ნუ ახლა ჩვენ ძველად თქმაში რო წინა სახეებს ვეცნობი და მაგიტომ გვჭირდება, მე ახლა თქმის კარებს რო შეახეთ, უკვე ის რაც წინა სახეებითაა მოცემული ძველად თქმაში, განსხეულებული, განხორციელებული არის იესო ქრისტეში. და უკეს დადის, ფეხით დადის, ეხება ადამიანებს, ყვება იგავებს, წარმოდგენას გვაძლევს იქითა ქვეყანაზე, ძველი აღთქმის პრობლემებიც გაათვალსაჩინოვა, თავად იღებს ეს თავის თავზე ამას და ამას უპირისპირდება ძველი აღთქმის ქომაგნი ფარისევლებისა და მწიგნობრების სახით. და მოიხსენებათ იესოს ხდება ერთგვარი დაპირისპირება ამ რელიგიურ ჯგუფთან და უცნაურია, ეს რელიგიური ჯგუფი ძველ აღთქმას უხლო ვეცნობით, აი დავითი, ეს ის ხალხია, რომლებიც ტრადიციულად ისე დაშორდნენ აი ძველი აღთქმის წესებს, ისე დაშორდნენ, რომ საერთოდ ვერ იცნეს იესო ქრისტე. არ მგონი იესო ქრისტე რომ მოსულიყო დავითის დროს მას ვერ ეცნო. და ნებისმიერ ლევიტელი და თქვათ აარონი და ის იცნობდა. მაგრამ დააკვირდეთ როდის მოვიდა? ესე იგი იმ ტრადიციას ისინი როგორ შორდებიან, რაღაცა შეინარჩუნეს, შინაარსი ამოაცალეს. და შინაარს ამოაცალეს რა ღმერთი თვითონ ჩაჯდნენ. ფორმა შეინარჩუნეს, შინაარსი თავიანთი თავი ჩაწერეს და როცა ასეთი პარადოქსული პიროვნება ნახეს თავისი გაგებით იესო ქრისტე, მათთან კონფლიქტში მოვიდნენ და კონფლიქტმა ისეთი ხასიათი მიიღო, რომ ფაქტობრივად ეს ფიზიკურ შეურაცხყოფამდე მივიდა და ეს კიდე დასრულდა ჯვარზე გაკვირით. მაგრამ არც კი იცოდნენ, რომ წინასწარმეტყველება სრულდებოდა ამ აქტით. პარადოქსია ღმერთი როგორ მუშაობს. აი ესე იგი წინასწარმეტყველების შესრულებას ამებმა ხელი შეუწყეს, ისე რომ არც იცოდნენ. სწორედ აი ეს კვირს ძალიან ბევრს იესო ქრისტე რომ მოდის და გარკვეულმა ნაწილმა მიიღო კი არა, საერთოდ აღარ მოშორებია. მასთან დადიან დღე და ღამე და საერთოდ მარტოობის დროც კი არა აქვს იესო ქრისტეს რომ განმარტოვდეს. ჩვენ რო დავიწყეთ ძველი აღთქმა, ეს მოცემულია დაპირება, შესრულდა ახალ აღთქმაში და ახალი აღთქმა აღსრულებულია ძველ აღთქმაში. ძველ აღთქმაში არის მოცემული ახალი აღთქმა. ანუ რომ პირადად ჩემთვის ეს არის განთლიანებული. და ამიტომ ტრიალებთ იქით აქით ყველანაირად რომ გაშევისოთ და ჩვენი ცნობიერება მოქნილ ვყოთ, ელასტიური იყოს. ოკრობ-ოკროთ არ დავიწყოთ აზრებისა და წინადადებების რქვევა. იესო ქრისტეს უხდება ურთიერთობა უკვე განსხეულებულს. ეხლა რომ ვისწავლეთ, ნახეთ, განსხეულებულთან საქმე არ ქონია დავითს, მაგრამ რწმენით სოლომონს ნახეთ რა ძვირფასი სიტყვებით ემშვიდობება ხომ და თავის სამეფოს ემშვიდობება განასამუდამოდ არამედ გარკვეულ ნაწილს იმ ნაწილს რომლებიც ღმერთს დაიტოვებენ გულებში დავითი შეხვდება დანარჩენებს სამუდამოდ გამოემშვიდობება ვინც ქრისტეს არ მიიღებს იმას რა თქმა უნდა შენ სამუდამოდ გამოემშვიდობები თუ შენ ქრისტიანი ხარ და გაიყოფა გზები ამაზე ორი აზრი არ არის და ეს კარგად არის ახალ აღთქმაში იგავებშიც წარმოჩენილი მდიდარი და ლაზარე თუნდაც გზები გაიყო იქ. ერთი უნდა წარმოდგენილი ამ მიწიერ ცხოვრებაში მდიდარი და ლაზარე და გარდაცვალების დროს, გარდასვლის დროს, ასე ვთქვათ, გზები სხვადასხვა არის. სფეროები სხვადასხვა, მდიდარი სხვაგან არის და ლაზარე სხვაგან არის. იესო ქრისტეს დაძდებს ფარისევლები და გაუგნებულები არიან. აი ეს დაპირებულები რომ ძველი აღთქმის ხალხი მუდამ მელოდება რა არის ტაძრის მშენება თუ არა მოლოდინი მესიასი, ისე რატო არ ააშენო ტაძარი. რადგან ეს ტაძარი რაღაცის წინასახია, რაღაცაზე მინიშნება, რაღაცაზე მუდამ დაგვაფიქრებს, რაზე მხსნელზე. აბა ტაძარი ახლა კედლები ისინი არ ჭირდება სულიერს.
სულიერ არსებას, აბსოლუტურ სულიერ არსებას რა სჭირდება ახლა? ოქრო, ვერცხლი, ყველაფერი თავისი არის. ის რასაც ჩვენ ესე ვაღმერთებთ დედამიწაზე. ძალიან ბევრი აღმერთებს რო იცოდეთ პირობითად, ჩვენ არ გვეხება ეს ყველაფერი ღმერთის შექმნილია. დედამიწაში არის ყველაფერი სიმდიდრე. რაც სიმდიდრეს ჩვენ ხედავთ, მარსიდან არაფერი არ არის ჩამოტანილი. არც ღია კოსმოსიდან არ გასულა ვინმე და ვარდი არ ჩამოუტანია. თუ ვარდის სურნელება გვატყობს ჩვენ და ეს ვარდის ბაღნარი გვაქვს და მოვკრიფავთ და მივუტანთ ვიღაცას, ქალი იქნება თუ რომელიღაცას ესე საჩუქრად, გახსოვდეთ რომ ეს ღმერთის შექმნელია. მისი ნიადაგი მიწაა. ესე იგი მთელი სიმდიდრე არის მიწაში. დედამიწა რო ქვია. ეს შექმნა ღმერთმა. თვით ამ სიმდიდრიდან ადამიანი არის ამოღებული ფორმით. ესე იგი, როგორც უხორცო არსება, უსხეულო არსება, ღმერთი აბსოლუტური სული არის და გონიერება და შესაბამისად ჩვენ ფორმა მოგვანიჭა. ამ ფორმაში არის ღვთაებრივი. ჩვენ ნაერთი ვართ მატერიის და სულის. ღმერთი არ არის ასეთი. ღმერთმა ჩვენი ცოდვის გამოსასყიდად აიღო ის ფორმა. მიწიერი ფორმა. ფაქტურად ღმერთიც განკაცებული მიწიდან არის აღებული. მხოლოდ ეს მიწა მასალა გამოყენებულია ქალიდან, საშოდან. განსხვავება ის არის, რომ ცოდვა არ მიკარებია. ესე იგი, სახეზე არის მასალად მიწა გამოყენებული, ადამი ხო მიწიდან არის აღებული. ევაც, რა თქმა უნდა, პირველი წყარო მიწა არ არის ევასი, მაგრამ არის პირველი წყაროდან ადამი აღებული მიწიდან და მიწიდან აღებული ადამის ნეკნიდან აღებული ევა. ეს რო გავყვეთ ამას, იესო ქრისტეც არის მიწიდან აღებული. მხოლოდ არის აბსოლუტურად ღმერთი, უცოდვილი და ფორმა აქ ადამიანის. რა უცნაურია, ფორმა ადამიანის და თუ ცოდვის შედეგი სიკვდილი არის, მაშინ ჯვარზე რო არ გაეკროთ, იესო ბევრი მიფიქრია მაგას, იგი მოხდებოდა. იმიტომ რომ სიკვდილი არის ცოდვის შედეგი. თუ უცოდველია ადამიანი, ღვთაებრივი ბუნება აქვს, ღმერთი არ უნდა მომკვდარიყო. ესე იგი რაღაცა გათამაშდა ისეთი, რაც ჩვენ გონებაში ვერ ეტევა. ესე იგი ღმერთი არ შეიძლება მოკვდეს და არ შეიძლება ადამიანის ფორმა მიიღოს. რატო გააკეთა მაგან ეს? ჩვენი გულისთვის, სულ ყველაფერი ჩვენი გულისთვის გააკეთა. აი რატომ არის ქრისტიანობა ყველაზე მაგარი სიყვარულის ისტორია, რატომ არის ამ წიგნში ცით? თუ არა სიყვარული, ამას ვერ გააკეთებს, რაც სჭირდებოდა. მას არ სჭირდება არც ხეული, არც არაფერი. რაოდენ დაინცირა მან თავი. ესე იგი შემოდის ჩვენი ფორმით და არის აბსოლუტურად მართალი კაცი. ხრწნადობა არ უნდა მიკარებოდა მას. არც მიეკარა, აღსდგა. მოგვეჩვენა ჩვენ, რომ იგი მოკვდა. ხო, ეს არის ილუზია. ესე იგი, იესო ქრისტეს კვდომა, ჯვარზე გაკვრა, ეს არის სიმულაცია. იმიტომ რომ აღდგა. ჩვენ არ შეგვიძლია ეს. ჩვენი კვდომა ადამიანის, ცოდვადაცემლის ადამიანის აშკარად ხედავთ, რომ გაიხსნა და გარკვეული პერიოდის მერე საფლავს უთხრით და ვდებთ. იესო ქრისტეს საფლავი არ აქვს. ესე იგი, კომპოზიციურად ძალიან სწორია. ღმერთი როგორ შეიძლება მოკვდეს? არ არსებობს. ეს მან წარმოაჩინა ჩვენი ბუნება. ჩვენი ბუნება წარმოაჩინა, ადამიანის ბუნება, როგორი იყო, ესე იგი უცოდველი იყო ადამიანი ედემის ბაღში, ეს წარმოადგენა განკაცებულმა ღმერთმა. ვინაიდან ჩვენ ცოდვას დავექვემდებარეთ, ადამიანი ამ ცოდვას ვერ გამოისყიდდა. უნდა ყოფილიყო ახალი ადამიანი. ახალი ადამიანის შექმნა გამორიცხულია, ესე იგი ღმერთი თავის თავს შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ რა უნდა ყო? ღმერთი უნდა ჩარეულიყო ამ საქმეში. ჩაერია, რა უნდა გაეკეთებინა? ადამიანის ფორმა უნდა მიეღო. როგორ უნდა მოსულიყო? უნდა მოსულიყო წინასწარმეტყველიდან ნახეთ ქალის თესლით. და უცნაურია სწორედ ეს და იგივე მოხდა, ესე იგი ქალის თესლი და ღმერთის სული ერთმანეთს შეხვდა. ამის შედეგად შეიქმნა ახალი ადამიანი. აი ეს წარმოადგენს იესომ, ასეთ უნდა ვიყოთ ჩვენ მომავალში. თვითონ არ იქნება ესეთი. ადამიანური სახე ახლა წვერებით და ემებით არ იქნება ეს. აი მან წარმოადგინა ჩვენი სახე, გვაჩვენა თან ამავე დროს აიღო ამან ცოდვილი ბუნება ჩვენი და ყველაფერი ამ თვისებებში, ადამიანის თვისებებში ჩადო ღმერთის თვისებები. 100% ღმერთი იმიტომ არის იესო ქრისტე, რომ გვაჩვენა მოგვიახლოვა როგორია ღმერთი. არ არის დაშორებული. იგი ჩვენთან არის. ამიტომ ქრისტიანების ღმერთი არის ძალიან ადამიანურ დონეზე მისაღები ღმერთი. ეს არ არის გაყენებული ღმერთი. სიყვარულს იმიტომ იმსახურებს ღმერთი ჩვენი ქრისტიანების დავითს რატო უყვარს. მან კარგად გაიგო რა, რომ ღმერთი ისე დამდაბლდა, რომ ჩემი გადარჩენისათვის მან აიღო ის, რაც მე უნდა დამტეხოდა თავზე, რისხვა ღმერთისა. ცოდვილი ადამიანი უნდა დაინთქეს. და ასე დაუდო საფუძველი და საბამი ახალ ადამიანს. ქრისტეში ყველა ახალი ადამიანია. და ეს არის უცნაური, ეს არის სასწაული. ეს არის აი ესეთი ენით რო ვთქვათ, აი მისტიკოსებით ენით, დიდი მისტიკა არის ეს, იდუმალება. ამას ვერ ახსნი, უნდა მიიღო რწმენით. გამოსყიდვა სწორედ რწმენით მისაღები რაღაც ესეთი ფორმა, მდგომარეობა არის. ამას ისე ვერ გაიგებ, ვერანაირი ტვინი ამას ვერ ახსნის. ეხლა დავამთავრეთ პირველი წიგნი, ნეშტა პირველი წიგნი.
მე არ ვიცი თქვენი, მაგრამ მე ხშირად უბრუნდები ამას ქრონოლოგიას, მე თავად დამოუკიდებლად და ეს თქვენი პრეროგატივა არის, თქვენი უფლებაა უფრო სწორად. ძალადობას არ უნდა გქონდეს ადგილი. გიორგი სააკაძეს ეპოქა არ მაინტერესებს მე, არაფერს მომცემი არ არის ახლა ეგ პერიოდები, დავით აღმაშენებელია. უფრო მეტ არის ნაპოლეონის პერიოდი, ადრე მიყვარდა საბერძნეთის ისტორია, რომის ისტორია, მის ომების სწავლა და აი აბსოლუტურად არაფერს მომცემი არ არის. თუ ლექციას ვინმე მეტყვის წაიკითხე ამ შემთხვევაში გადმოვიღებ წიგნებს შემოვემზადები და პირადად ჩემთვის სულს არ გაახარებს. ცნობიერების ფორმირება მასე არ მოხდება. აქ არ არის სულიერი არაფერი. ეს კი, აი ეს ისტორია 344 წელი რო იწელება, ვიდრე 586 წლამდე ძველი წელთაღრიცხვით ლაპარაკი არის 931-დან 586 წელი შეჩერდა და ბაბილონში წავიდნენ. მეორე 289 წელი ეს არის ჩინური სამეფო 931 წლიდან ძველი წელთაღრიცხვა იგულისხმება, ვიდრე 722 წლამდე, როცა ძლიერი იმპერია ასურეთის იმპერია მთელი 100 წლის მანძილზე ზეობს ასურეთი და 605 წელს ძველი წელთაღრიცხვით ბაბილონმა დაიპყრო ეს ახლა მე იცით ეს მისი იმპერია გადაჭიმული იყო ეგვიპტის საზღვრებამდე მიდიოდა. სწორედ იმების შეტევამ დასცა ჩრდილოეთ სამეფო, გარეკა ხალხი აღრევი ქორწინების შედეგად, შემდეგ ახალახტომაში ხდება სამარიტელები, სამარია და მათ იუდაველებთან ესეთი მტყული დამოკიდებულება აქვთ. ქრისტე კი არ იგებს ამას. მე ვნახავთ ესენი აქედან იწყება ამ სამარიტელების როგორც ეთნიკური პიროვნების ჩამოყალიბება, აღრეული ისე. 722 წელი არის ერთი, მეორე, შემდგომ 100 რაღაცა 30 წელზე მეტი 36 წელი დარჩა კიდე სამხრეთ სამეფო და ამაებმა ჭკუა ვერ ისწავლეს და 586 წელს ახლა ესენი მთლიანად გადასახლებული იქნენ ბაბილონში. 70 წელი იქ დაყვეს და ბაბილონის ტყვევიდან დაბრუნების შემდეგ ერი კიდე ერთხელ დადგება იმის ამოცანის წინაშე, რა გავაკეთეთ, სად ვიყავით და სწორედ ღმერთმა გამოიყენა ეზრა და ჩააწერინა ნეშთა წიგნები პირველი ორი და ასევე ეზრას წიგნი, მერე ნეემია. არანაკლებად საინტერესო, ესეც ძალიან კარგი წიგნები არის მეგობრებო. შემდგომ კვირისთვის ჩვენ გადავალთ მეორე ნეშთა წიგნს, რომელიც არის 36 თავი, ამასაც დავამთავრებთ, თორე უკვე სახარება დავიწყებთ მათეს და ეს იმას არნიშნავს, რომ აქ გავწყვიტავთ ამას. მათე ცოტა ახალ აღთქმის დეტყობა შეიძლება დაავიწყდა კიდევაც ახალი აღთქმა და თუმცა მე ძველ აღთქმაში ახალ აღთქმას ვიტყულობთ. მაგალითად ისაია ეს ისეთი წიგნია, თუ გადაშილ საერთოდ რა ვიცი, აი ამასთან ვერ მივა ვერც მათე, ვერც ლუკა და ვერც იოანე უბრალოდ ქრისტეზე გვიყვებიან, მაგრამ არანაკლებად ისაია სულ ქრისტეზე ლაპარაკობს. მაგრამ არა განსხეულებულს. აი მაუცებს, იმიტომ რომ ეს წინასწარმეტყველია, ხედავს, ეს ხილვით ხედავს. ეს აღარ მაუცებს, იმიტომ რომ განსხეულდა მოვიდა. მათე მუშვალოთ ნახა. ისაიას რწმენა უფრო დიდია ვიდრე მათესი. 800 წლით ადრე ხედავს ის იმას, რაც მათემ დაინახა და მიატოვა გაიქცა, ჯვარზე გაკრული იესო ქრისტე. ამას ხედავს ის 800 წლით ადრე 53 ფსალმი. უძლიერესი. რომელი ადგილი გითხათ, აი რომელი? ძალიან ძლიერი ადგილებია ისაიასთან. მთელი ბიბლია არის ისაია, ძველი და ახალი აღთქმა. უცნაური წიგნი ამ ხრივ. როგორც ბიბლია არის 66 წიგნისგან შედგება, ძველი აღთქმა 39 წიგნისგან და დანარჩენი ახალი აღთქმა 27 წიგნისგან, ასევე ისაია. ისაიას 39 თავი, აღწერს სულ სხვა რაღაც წინასწარმეტყველება და 27 თავი 40-დან 66-ის ჩათვლით. ეს არის აი მთელი იმეთი რა. მომავალ იმაზე და ესეთი წინასწარმეტყველება გავუცდებით. და ყველა მუხლი თითქმის არის, რა ვიცი, აი საზეპირო, ისეთი ადგილები არის. ასე რომ ძველი აღთქმა ჩემთვის არ არის ძველი და მithumetes ისტორიული ამბები. არანაკლებად საინტერესო არის აი ეს რატო? იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, ყველა ჩვენთაგანი, რომელსაც ყავთ მთავრობა, ესე იგი მეფე. კრებითი სახელი მთავრობა. იქ მონარქია და ერთი არის. თუმცა ის მარტო ერთი კი არ არის. მას მთელი ამალა ყავს. მთელი ის აყავს. უბრალოდ ცენტრალური ის არის რაღაც დაქვემდებარების პრინციპი და მეფის სიტყვა უნდა შესრულდეს. ძალაუფლება არ არის გადანაწილებული. ერთი ძალის შემსრულებელი არის ყველა გარემოცვა მეფესთან დაახლოებული. ესე იგი მონარქია. ერთი კაცის მმართველობა, ერთი აზრის მოხვევა ყველაზე, მაგრამ მონარქიას საფუძველს იღებს თეოკრატიიდან. იმიტომ რომ ერთი აზრი უნდა გავრცელდეს ყველგან, ხო, ღმერთის აზრი. მაგრამ როცა ადამიანის ერთი აზრი ვრცელდება, ეს საშინელება არის. მithumetes ცოდვადაცემulis. როცა ვსწავლობთ ამ პერიოდს, მეფეთა პერიოდს, გვაფიქრებს ბევრ რამეზე. როგორ გავხსნათ ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ეპიზოდები ბიბლიაზე დაყნობით. რა გველოდება წინ? სწორია თუ არა თქვენს არჩევნების ეს ისაკ. აი ახლა ამ ბიბლიაზე დაყნობით შემიძლია გიწინასწარმოთ, თუ არანაირი არჩევნების ჩატარების შედეგად არაფერი არ გამოსწორდება თბილისში. ისევ ესე წავა როგორც მიდის. არანაირი მერის შეცვლით ეს ახიკალაძე იქნება თუ დაბღიშვილი. არაფერი შეიძლება თბილისში. ისევ ისე წავა როგორც მიდის. აი როგორ მიდიოდა? არაფერი შეიძლება, ეს შეცვლაზეა, გაჯანსაღება უკეთესობისკენ, არაფერი არ წავა. წავა უარესობისკენ.
მხოლოდ შეიძლება შეუმჩნევლად. არის შესამჩნევი ვარესობა, ამაზე გაგიჟებულია ხალხი და არის შეუმჩნეველი. სააკაშვილის დროს შესამჩნევი იყო და დადგა ხალხი ფეხზე. ეხლა მიდი შეუმჩნეველი კრება. ხო არის ავადმყოფობა შესამჩნევი და ჩუმი, ლატენტური დაავადება მიდის დიდი ხანი და უცებ ლაწდა გაგორდა კაცი, არავინ არის ეს. არის შესამჩნევი დაავადება და კონტროლზე აყვანილი. აი პოლიტიკური მართვაც ესეთი არის ახლა. რა შეიძლება ამით? აი რაც გვასწავლის ჩვენ მეფეთა წიგნების სწავლა, ხშირად მეფეების სახელები, რომელი მეფე იყო კარგი და რატო ყვაოდა ქვეყანა. იმიტომ რომ მეფეები, რომლებიც ღმერთს ვარს არ ეუნებოდა ეძიებდნენ, როგორც დავითმა უანდერძა სოლომონს, ხოლო ისინი ლოცვასავით იყო ეგა, ხო? არ მიატოვო იცოდე. მიატოვებ მიგატოვებს ისეცო. მთელი სახელმწიფო დღეს ვერ დავასახელებთ ქვეყანას სახელმწიფოს, რომ ღმერთისგან მიტოვებული არ იყოს. საქართველოს ღმერთისგან მიტოვებულია მთავრობის მიერ. მთავრობას ღმერთთან კავშირი არ უნდა. მაგის ადგილზე არის საპატრიარქო. და აქ ნაყოფი როგორია? საპატრიარქოსთან კავშირის ნაყოფი ეტყობა მოსახლეობას და ღმერთთან კავშირის ნაყოფი დავითს ეტყობა როგორია სახელმწიფო. აი რაც გვასწავლის ეს მეთქე, რატო არის აქტუალური ჩემთვის ესენი და არ არის არაფერი ძველი. ბიბლია ყოველთვის არის აწმყო დროში დაწერილი. აქტუალური. გარდა იმ ფორმებისა, ბევრი რაღაცები ახლა არ სრულდება, ხო? აი რიტუალები, მაგალითად ეს პროცესები, რელიგიური პროცესუალები, ის გააუქმა ღმერთს. თვითონ იყო მაგარი შესაწირავი. და აქედან დაიხურა ეგ. აღარ გჭირდება თხეების, მტრედების დაკლა, ძროხების, აღარ გჭირდება ეგ. ეს მართალია მღვდლებსაც აღარ აქვს, მაგრამ სამაგრო მღვდლების ინსტიტუტი დაიტოვა და სხვა შესაწირავები მიდის, სანთლის ყიდვა, ხატების ყიდვა, ძროხები და ისინი ამით გაცვალეს. თუმცა ძალიან ბევრი ძროხას თუ მიუტან დიდი სიამოვნებით წაიყვანს და შეჭამს. იქ სოფელში ცხვარს მიუტანენ, დღესაც არის მაინც ცხვარი მიყავთ ეკლესიაში, შემოატარებენ, კლავენ და ხეთხავენ და ჭამენ. ესეც იქიდან არის დამახინჯებული. აღრეულია ყველაფერი, მეგობრებო. მადლობა ღმერთს, რომ მოგცა იმის უნარი და საშუალება, კვირაში ერთხელ მაინც თავის თავზე გვალაპარგოს ამ წიგნის მეშვეობით. მე ამით დავამთავრებ დღეს თქვენთან საუბარს, რომ არ გადაგაღალოთ.